მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, წითელი ხაზი, როგორც გნებავთ, Redline-ის პოდკასტი. და დღეს ისევ ვისაუბრებთ ირანის თემაზე, თუმცა არა მხოლოდ ირანის თემაზე. რაღაცნაირად ეგეთი ფრაზა მომივიდა თავში რა, რომ მორჩა კინო, აი ხა ამ ამბებს რო უყურებ, აი ეს კინო მორჩა და ისევ უნდა დავბრუნდეთ იმ თემაზე, რომელსაც განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ, აგერ უკვე 3 წელიწადზე მეტია და შესაბამისად უკრაინაზე გვექნება დღეს საუბარი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ნატოს სამიტი ტარდება და საინტერესო ამბები მოდის იქიდან. ოტო კონჯარია არის ჩემთან ერთად, სამხედრო მიმომხილველი, რომელიც რატომღაც ისე მოხდა, რომ ირანის ეს კამპანია, ეს საბრძოლო მოქმედებები რაც დაიწყო, ვერ მოხერხდა შენი სტუმრობა, თუმცა მინდოდა, იქიდან გამომდინარე ყოველთვის საინტერესო პროგნოზები გაქვს ხოლმე და არგუმენტირებული, დასაბუთებული შეფასებები და ლოგიკა აი ამ პროცესებს, როდესაც ვეხებით და ამ ყველაფერზე მინდოდა, რა თქმა უნდა, შენი აზრის მოსმენა. პრინციპში ჩვენ ძალიან ინტენსიურად მივყევით ისრაელის და ირანის საკითხს, ისრაელის ოპერაციას, ლომის გამოღვიძებას, რომელიც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერთო, მიიტანა იერიში ბიორებით, ჩამოყარეს მძიმე ბომბები და განადგურდა, როგორც ითქვა, არაერთხელ და არაერთი მხრიდან 3 მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი და შედეგად დასრულდა საბოლოოდ ეს პროცესი. ძალიან საინტერესოდ დასრულდა, ოთო, მოდი დავიწყებ უკვე გადმოვალ შენთან. მანამდე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არქივისაც არ გაქვთ გამოწერილი და თვალი გვადევნეთ, დაგვიჭირეთ მხარი და დაელოდეთ ხოლმე ჩვენს ეპიზოდებს. ჩვენ ძალიან გაგვახარებს, აქვე გეტყვით, რომ ჩაერთეთ დისკუსიაში და კომენტარებში თქვენი აზრი გამოხატეთ. მოკლედ, ცოტა კომიკურია. ამ ყველაფრის შემდეგ ირანში დიდი მზარზე იმით, მოკლედ აღნიშნეს გამარჯვება და ხალხი შეკრიბეს რევოლუციის მოედანზე, ხო, ესე იყო. არ ვიცი, ეგ ალბათ უფრო რაღაც რეჟიმის მხარდამჭერი აქ რომ რაღაც პარტაქტივის გამოიყვანენ ხოლმე და ახლობით ცოტა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იმდენად დადგმულს გავდა ეგ ყველაფერი, თუმცა ხო, მოდი დავიწყოთ იმით, შენეული შეფასება მინდა, მოდი სამხედრო მოქმედებებით დავიწყოთ და მერე გავყვეთ პოლიტიკური საკითხები მნიშვნელოვანი არის, პერსპექტივაც მნიშვნელოვანი არის. ამ 12 დღეზე რას ფიქრობ, რამდენად ვთქვათ წარმატებული და ზუსტი და შედეგიანი იყო შენი შეფასებით ეს კამპანია? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, წარმატებას ვუსურვებ თქვენს პროექტს. ოპერაციას რაც შეეხება, რომელიც ომად არის უკვე შეფასებული, ეს ერთგვარად მცირე ხნიანი ომი, რომელიც 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიწყო 13 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალების მასობრივი იერიშებით ირანის ტერიტორიაზე, ხო? მაგრამ წინა დღეებში უკვე ინდიკაცია აშკარა იყო, რომ ესკალაცია მზარდად, ესე ვთქვათ, ვითარდებოდა და ისრაელი აუცილებლად განახორციელებდა იერიშებს ირანის ტერიტორიებზე, თუმცა რა მასშტაბით იქნებოდა ეს, რა საშუალებები იქნებოდა გამოყენებული და იქნებოდა თუ არა ისეთი წარმატებული, როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და შედეგი არის ის, რომ ყველა არის გაოცებული. აი ესეთი სამხედრო ოპერაცია ესეთ დონეზე შესრულებული, სადაც ყველა კომპონენტი, მათ შორის დაზვერვის სამსახურები, აი აბსოლუტურად ყველა რგოლმა იმუშავა. არ ფიქსირდება არც ერთი ჩავარდნა, არც ერთ ეტაპზე, მათ შორის არც საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლების მხრიდან, არც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხრიდან, ლომის წვლილი შეიტანა საერთოდ მოსადმა. იმიტომ რომ როდესაც პირველ საათებში როდესაც დაიწყო ეს ოპერაცია, მოსადის აგენტები იყვნენ ადგილზე, ირანის ტერიტორიაზე 1500-2000 კილომეტრის სიღრმეზე და ფაზებთან ახლოს დაყენებული ჰქონდათ სპაიკის ტიპის ტელედამიზნების მქონე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსები და იქვე ადგილზე ახდენენ ამ რაკეტების გაშვებას და ანადგურებდნენ რადარებს, საერთაშორისო კომპლექსებს, თუმცა ადგილზე ყოფნაში არ გულისხმობ, რომ უშუალოდ თვითონ აჭერდნენ მართვის პულს ამ გამშვები კომპლექსებიდან. არამედ იქვე სადღაც 10 კილომეტრში, 15 კილომეტრში, 25 კილომეტრში იმყოფებოდნენ, ინტერნეტით ხდებოდა, ესე ვთქვათ, კავშირი, რაც კაბელების
ახალ წარმოუდგენელია იმაში სახელმწიფოებში შესატანი ესეთი ოპერაცია იყო. აი ოპერაცია ობობის ქსელი ხო ყოველთვის გასაოცარი იყო. ამას თუ ვინმე გადააჭარბებდა თავისი შედეგიანობით, თან ესე მალე და თან ესეთი რეზულტატით ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამას ვინ გააკეთებდა თუ არა ისრაელი, ხო? ოპერაციის საწყის ეტაპზე მოხდა ის, რასაც ვერავინ ვერ ელოდა. მე მინდა ახლა ესეთი რაღაცა ვთქვა, რომ ყველა საუბრობს თუ რაოდენ სუსტი ყოფილაო მათი წარმოდგენით ირანის საჰაერო თავდაცვა. არა და ესე არ არის. ირანის საჰაერო თავდაცვა რაოდენობრივად საჰაერო კომპლექსების რაოდენობას გულისხმობს და ასევე ხარისხობრივად ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით დაახლოებით იმ დონის იყო, რა დონისაც არის დღეს რუსეთის. თავისი S-400-ებით, S-300 VM-ებით და უახლესი, ესე ვთქვა, S-350-ებით და უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებით, რომელთაც რუსეთი დღეს ამაყობს. ნუ საამაყო ნამდვილად არ არის იმ ხრივ, რომ უკრაინელებმა რამდენჯერაც შეუტიეს პირობითად ატაკამსის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით ან შტორმშედოუებით, ან თუნდაც კამიკაძე დრონებით ძალიან ხშირად ძვრებოდა ესე ვთქვათ, საჰაერო ობიექტები და მიზნამდე მიდიოდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ირანს ჰქონდა ძალიან მაღალ ტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვა 21 საუკუნისთვის. თუმცა ეს არ იყო რა თქმა უნდა დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი. ეს იყო დაახლოებით იმ დონის ტექნოლოგიების, როგორც აქვს დღეს რუსეთს. საუბარია ბავარის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებზე და ის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტექნიკური მახასიათებლებით რუსულ S-400-ებს ზოგიერთ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც. აი ეს რაკეტების, ანტირაკეტების, ესე ვთქვათ, ტაქტიკური მახასიათებლები. თუმცა რა მოხდა? მოხდა ის, რომ ომში ზოგადად არის ესეთი სტიგმა, სამხედრო ექსპერტებიც ხშირად უშვებენ ხოლმე ამ შეცდომას, რომ 21 საუკუნეშიც ომის ღმერთი არისო артиლერია. არა და ესე არ არის ომის ღმერთი, ვუტრირებ ახლა ეს ტერმინი ესე ითქმება ხოლმე. ომის თავარი კომპონენტი, ხო, აი ომში გამარჯვების თავარი კომპონენტი არისო артиლერია, რაც ესე არ არის. ომში გამარჯვებას მოიპოვებს ესა თუ ის მხარე, თუ ის ჰაერში გაბატონდება და თუ ის ახერხებს, ესე ვთქვათ, საჰაერო ოპერაციების უმაღლეს დონეზე გამართვას. ისრაელმა მოახერხა პირველივე საათებში იმ დონის ინფილტრაცია ირანის საჰაერო სივრცეში, რომელსაც ამ მსგავსი პრეცედენტი იყო მხოლოდ ამერიკის შემთხვევაში ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალის დროს 1991 წელს და შემდეგ 2003 წელს, როდესაც ერაყის თავზე მოქმედებდნენ ამერიკული ავიაგამონადგურებლები. და რა მოხდა? განსაკუთრებული როლი შეასრულა რადიოელექტრონული ბრძოლის საბორტე სისტემებმა, რომელიც გააჩნია თვითმფრინავებს. ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის დასაკიდმა პოდებმა, რომელიც თვითმფრინავებს ბომბების ადგილას ეკიდება და რა შვებიან ესენი. როდესაც ეს თვითმფრინავები, ესე ვთქვათ, უახლოვდებიან საჰაერო სამიზნეს ან ოპერატიულ სივრცეში შედიან, დაახლოებით 100-150, 200 კილომეტრის რადიუსშიც შესაძლებელია ამ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა მოახდინონ, ესე ვთქვათ, დამზღვევი ფარის შექმნა და ჩახშობა მოწინააღმდეგე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა. მოწინააღმდეგე საჰაერო თავდაცვის სისტემები აი ამ ცრუ სამიზნეების გამოშვების ფონზე, რომელსაც ახდენენ ეს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, რომლებიც გააჩნიათ თვითმფრინავებს, პირობითად F-15-ებს, F-16-ებს, F-35-ებს, ვერ ახდენენ მიზნის ჩაჭერას. ანუ რადარი ვერ ხედავდა სამიზნეს, ან უბრალოდ ცრუ სამიზნეებს უშვებდა ეს რებ სისტემები და სხვაგან აჩვენებდა, რომ არის სამიზნე. აქედან გამომდინარე, აი ამ სისტემამ იმ დონეზე იმუშავა, რომ ფაქტობრივად მიზანში ვერ ამოიღეს. 200 თვითმფრინავი დაფრინავდა 12 დღის განმავლობაში, მიზანში ვერ ამოიღეს, ვერც კი მათი მიმართულებით რაკეტა ვერ გაუშვეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ოთო, პატარა დაზუსტება მინდა გთხოვო, ანუ არის ხოლმე ხალხი, რომელიც ამბობს, რომ თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. ანუ აი ამას როდესაც ვამბობთ, რაზე დაყრდნობით საუბრობ, ეგაც გითხარი, რომ უფრო პირველ რიგში იმას დაყრდნობით სპეკულაციის საშუალება არ მივცეთ. ბატონო, რა თქმა უნდა. პირველ რიგში იმას დაყრდნობით საუბრობ, რომ F-35-ები, რომელიც აქვს მიწოდა, ანუ უნდა იცნობდე ზოგადად კონფიგურაციას თვითმფრინავისა, ხო, ძალიან მარტივია, ინტერნეტშიც მოიძიება ამის შესახებ ინფორმაცია. F-35-ებს პირობითად გააჩნიათ ჩაშენებული აი ეს რებ სისტემა, თვითონ შიგნით აი ამ თვითმფრინავს გააჩნია ეს რებ სისტემა და ასევე
გააჩნიათ ჩამოსაკიდი რებ-პოდები, თუმცა ამ შემთხვევაში F-35-ები ამას არ იყენებდნენ F-15-ები, რომელიც ვიდეოებზე ჩანს, რომ აი პირობითად ბომბების ჩამოსაკიდ ადგილას, პირობითად სპაის-1000-ები სადაც ეკიდათ, ან დელილები სადაც ეკიდათ, იქ ჩამოკიდებულია ეს რებ-პოდი, ამ რებ-პოდს გააჩნია მაღალი სიხშირის, ესე ვთქვათ, ჩამხშობი სისტემები, რომელიც ავრცელებს აი ამ ჩამხშობ სივრცეს და რამდენიმე 100 კილომეტრზე, ну, პირობითად 150 კილომეტრზე, 120 კილომეტრზე, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემამ და რადარმა ეს საჰაერო სამიზნო ვერ გამიზნოს, ანუ მიზანში ვერ ამოიღოს. პირველ რიგში, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემის ზონაში შემოდის საფრენი აპარატი, ის უნდა მოხდეს მისი ლოქონი, ანუ ჩაჭერა მიზნის, ამ ლოქონის შემდეგ ხორციელდება უშუალოდ რაკეტის გასროლა და ეს რაკეტა თუ ძალიან მაღალ ტექნოლოგიურია, აქტიურ რადიოელექტრონული ბრძოლის, უпростоრედ დამიზნების სისტემა აქტიურ რადიოლოკაციურ თავაკიანი რაკეტა მიდის უშუალოდ ამ სამიზნეზე და ანადგურებს აი ამ ობიექტს, ხო? აქედან გამომდინარე, იმის თქმა მინდა რომ როდესაც ეს თვითმფრინავები შედიოდნენ, აშკარა იყო აი ამ სისტემის მუშაობა იმ დონეზე, რომ მიზანში ვერ იღებდნენ აბსოლუტურად. აი ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა აქ მარტო მიზანში ამოღებაზე არ არის საუბარი, მთელმა ციკლმა იმუშავა ძალიან მაღალ დონეზე. პირველ რიგში მუშაობდა ლოგისტიკა. ანუ საჰაერო ტანკერები იყვნენ ჰაერში მუდმივად დაკიდებულები, ამაში ამერიკელებიც ეხმარებოდნენ. ეს უნდა მეკითხა. ხო, აი ეს საჰაერო ტანკერები ახდენენ, სანამ პირობითად ისრაელიდან მიფრინდება ირანამდე თვითმფრინავი, ხო, მაგალითად ავიღოთ F-16. ამ F-16-ის სრული საბრძოლო დატვირთვა თავისი საწვავით საბრძოლო მასალით შეადგენს დაახლოებით 750-800 კილომეტრს. ეგეც მაღალია, ხო, მე ცოტა გადავაჭარბე, უფრო დაბალია რეალურად. ამით იმის თქმა მინდა რომ რამდენიმეჯერ მოხდებოდა F-16-ის გამართვა, სანამ ის მიფრინდებოდა პირობითად ირანში და შემდეგ დაბრუნდებოდა უკან. ანუ საჰაერო ტანკერებს მუდმივად უნდა ეფრინათ, ათეულობით საჰაერო ტანკერი დასჭირდებოდა ამ ოპერაციას, იმ სიხშირისთვის, რა სიხშირითაც ისინი ახორციელებდნენ აი ამ სპეცოპერაციებს, ანუ მუდმივად მართავდნენ საწვავით იქითობისას, პირობითად იქით გაფრენებისას და მუდმივად მართავდნენ ასევე აქეთ გაფრენებისას. ნუ F-35-ებს უფრო ნაკლები აქვს ეს, უფრო მეტი აქვს უпростоრედ საბრძოლო მოქმედების მაქსიმალური რადიუსი, მაგრამ მასაც პირობითად ორჯერ გამართვა დასჭირდებოდათ. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ საჰაერო თავდაცვა იმუშავა უნიკალურად. კი, პირველ დღეს, პირველ საათებში მოსადის აგენტებმა სპაიკის ტიპის და მეებით ტელედამიზნების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით და ჰაროპის ტიპის კამიკაძე დრონებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და ადგილზე გაანადგურეს რამდენიმე საკვანძო საჰაერო თავდაცვის კომპონენტი, ხო, იქ რადარი იქნებოდა თუ გამშვები კომპლექსი, მაგრამ ძალიან ყველაზე უცნაური რა არის, იცი, რომ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემა გაგაჩნია. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემას აქვს აქტიურ რადიოლოკაციურ თავაკიანი რაკეტა, რომელიც არის უახლესი სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირობითად რადარი, რომელიც ჩაიჭერს სამიზნეს, შემდგომ ეს რაკეტა მიფრინავს რაღაც სივრცეში, ამ რაკეტას უყენია რადარი, ამ რადარმა კი თავისით უნდა მოძებნოს ეს სამიზნე, მაგრამ ამას ვერ აკეთებდა, იმიტომ რომ რადარი ვერ აფიქსირებდა მანამდე სამიზნეს, იმიტომ რომ ისინი რებებით ახშობდნენ და ამით იმის თქმა მინდა რომ არასწორი ესე ვთქვათ შეხედულება არის საზოგადოებაში გავრცელებული, რომ ირანს ჰქონდა ძალიან მოძველებული საჰაერო თავდაცვა, მე-20 საუკუნის დონის პირობითად ცივი ომის პერიოდის და ამიტომ ვერ მოახერხეს ჩამოყრა. არანაირად რუსეთის დონის და შესაძლოა რაღაც კომპონენტებში საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემებზე გულისხმობ, უფრო თანამედროვე სისტემები ჰქონდათ. პირობითად ბავარი არის там ბავარ 373, რომელიც არის ყველაზე მაღალი, ესე ვთქვათ, რადიუსის კონტროლზე ამყვანი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შორს ანადგურებს იმებს საჰაერო ობიექტებს დაახლოებით 250-დან 350 კილომეტრზე გააჩნია რაკეტას, ხო, რომელიც იქნებოდა გამოყენებული. აი ამ მანძილში გააჩნია მას მოქმედების რადიუსი, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანში ვერ ამოიღეს. ხო, ანუ ეხლა რომ გისმენთ, ან თავში ეს მიტრიალებს ეს აზრი, რომ პირდაპირ მივდივარ შედარებაზე რუსეთთან ცხადია, რადგან შენ წახსენე ერთი, რომ ეს ყველაფერი დიდწილად რუსეთის სისტემები იყო, ან კიდევ გაუმჯობესებული მათი.
შესაბამისად, ანუ გამოდის, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეც შეიძლება იმ დონის საჰაერო ოპერაციის შემთხვევაში და იმ დონის თქვათ ბომბდამშენების თუ ავიაგამანადგურებლების შემთხვევაში ვერ იქნება დაცული, ანუ ამის თქმა შეგვიძლია ამ მაგალითზე, ამის ალბათ რა ვიცი. ხო, ანუ თან როგორ რაღაცა იცი, რომ ანუ მარტივად რო თქვა უკრაინას რო კონდეს ის შესაძლებლობები, ბევრად უძღეში იქნებოდა დღეს რუსეთი. გავსი საჰაერო ძალები, ოღონდ მთელი თავისი მართვის სისტემით, აქ მარტო ის არ არის, რომ მაგარი თვითმფრინავი ყავდეს, ამ თვითმფრინავს სჭირდება ასევე AWACS-ის ტიპის თვითმფრინავების მხარდაჭერა, რომელიც საჰაერო დონეზე მართავს ოპერაციებს, ხო? ჰაერში კიდია რადარი და ეს რადარი ახორციელებს საჰაერო მართვას რამდენიმე თვითმფრინავისა. პირობითად ესკადრილიების დონის ოპერაციებს მართავს. ანუ რუსებს ყველაზე მეტად რაშიც გაუჭირდათ ეს იყო ჰაერი. მათ აქვთ ბევრი თვითმფრინავი, მაგრამ არა აქვთ ისეთი დონის საჰაერო მართვა, რომელიც პირობითად დასალურ სისტემებში არის Link 16-ის სახით, ანუ ეს Link 16 არის საჰაერო მართვის სისტემა, რომელიც აერთიანებს მთელ სპექტრს, რაც გაგაჩნია საჰაერო სივრცეში, საჰაერო ძალებში, თავის თვითმფრინავს, ну შესაბამისად პილოტებს, AWACS-ის ტიპის საჰაერო რადარებს და აი ეს კოორდინირებულად ხდება მართვა ოპერაციებისა, პირობითად ვინ რამდენი რაკეტა სად გაუშვა, ვის რამდენი რაკეტა დარჩა ბორტზე, ვისი თვითმფრინავის მდგომარეობა არის, ესე ვთქვათ, დაზიანებული, ანუ ვის ეწურება საწვავი, ამ ყველაფრის მართვა. მთელი ინფორმაციას კრებს. მთელი ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა ხდება და აი ამის ფონზე მარტივია, ესე ვთქვათ, საჰაერო ოპერაციების განხორციელება და შესაბამისად ეს შემდეგ ომის სურათიც აისახება. მსგავსი სისტემა რომ ქონოდა საჰაერო ძალებისა რუსეთს უკრაინაში გაიმარჯვებდა ალბათ 2-3 თვეში. კარგი, მოდი უკრაინაზე მერე ვილაპარაკებთ, გავყვეთ დავასრულოთ, შევაჯამოთ ირანის საკითხი და ნუ მოდი ორი სიტყვა გითხარი თავად ამერიკის პირდაპირ ჩართულობაზეც და ახლა მთავარი ინტრიგა და მთავარი კითხვები რაზეც ისმის, ამაზე მინდა პრინციპში გადავერთო. ეხლა გასაგებია რომ ბრწყინვალე ოპერაცია ჩაატარეს, ამას დიდი გამარჯვება აღარ სჭირდება ალბათ. ზუსტად ის იარაღი გამოიყენეს, რაც საჭირო იყო და ისრაელმაც დაადასტურა, დღეს იყო მე მგონი მაგის დამაზუსტებელი განცხადება გაკეთდა, რომ ნამდვილად და ირანმაც კი ბატონო, რომ ნამდვილად მძიმე ზიანი მიადგა ამ სამ ობიექტს, რომელზეც მოხდა ამერიკული ბომბდამშენებით ეს დარტყმები, ხო? აქედან გამომდინარე, მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, იმ კითხვებზე, რაც დარჩა. ეს ეხება საწავი და ვთქვათ იქ რაღაც სატელიტური ფოტოები იყო, სადაც ჩანდა სატვირთოების გაყვანა, მათ შორის ამ რა ქვია გამდიდრებული ურანის. ხო, კი, რომელი ბაზიდან იყო აღარ ფორდოს ობიექტზე იყო ეს საუბარი. ხო, ეგ ეხა სპეკულაციების თემაა, რომ რეალურად რა გაანადგურეს, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურა, რაც განადგურდა, თუ იმ შემთხვევაში თუ რაღაც ვთქვათ მასალები გაიტანეს იქიდან და ასე შემდეგ, რა პერსპექტივა რჩება ირანს იმისთვის, რომ შექმნას ბირთვული იარაღი და მოდი ამაზე გითხარი უფრო ალბათ საინტერესო იქნება ამაზე რაღაც არგუმენტების მოსმენა რა. ინფრასტრუქტურა რამდენად მნიშვნელოვანია და რაც დარჩა იქიდან აგამოვა. კი ბატონო. მოკლედ ამერიკელების ეს სპეცოპერაცია იყო უნიკალური. იმ ხრივ იყო უნიკალური, რომ ვერავინ ვერ გაიგო რეალურად რა ხდებოდა, საიდან ხდებოდა და რა დროში მოხდებოდა. იმ ღამით გაავრცელეს სრულ ინფორმაცია, რომ White-Man-ის, იმ ღამით არა, უბრალოდ რამდენიმე საათით ადრე დაახლოებით დღის განმავლობაში გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ White-Man-ის საჰაერო ბაზიდან აფრინდაო 6 ბიორი, შემდეგ იმაზე კანზასის თავზე ეს ბიორები გამართესო საწვავით და შემდეგ მიმფრინავსო დასავლეთ მიმართულებით გუამზე უნდა დასხდნენო და გუამიდან გადაფრინდებიანო დიეგო გარსიაზე და დიეგო გარსიადან შემდეგ უნდა მოხდესო შეფრენაო. ეს იყო ესე ვთქვათ გამიზნულად სრულ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ამერიკული მედიის მიერ, რადგანაც რეალურად ყოფილა სხვანაირად დაგეგმილი სპეცოპერაცია. გაფრინდნენ ბიორები არა დასავლეთის მიმართულებით, არამედ თურმე აღმოსავლეთის მიმართულებით და შეფრინდნენ პირობითად არა ინდოეთის ოკეანიდან, შეფრენილან ატლანტის ოკეანიდან, შემდგომ ევროპაში და ევროპიდან შეფრინდნენ შემდგომ უკვე ახლო აღმოსავლეთში, ირანში და როცა სანამ უკან არ გამოფრინდნენ,
მათი იქ შეფრენა, გამოფრენა ამ შესახებ ვერავინ ვერ გაიგო, იმიტომ რომ შესაძლოა იცოდნენ ესე ვთქვათ მოკავშირეებმა, რამდენიმე მოკავშირეამ, ბრიტანეთს ეცოდინებოდა ალბათ ჩემი აზრით, მაგრამ ძირითადმა ქვეყნებმა, რომელსაც გადაუფრინა, ხო? ვერავინ ვერ დააფიქსირა ეს თვითმფრინავები, ამ თვითმფრინავებს გააჩნია სტელს ტექნოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ სტელს ტექნოლოგია ეს საკმაოდ ძველი ტექნოლოგია ცივი ომის ბოლოს შეიქმნა 1999 წელს მოხდა პირველი გაფრენა ბიორისა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ბიორს გააჩნია არის ის რომ ის არის სტელს მასალებით შექმნილი რაც გულისხმობს იმას რომ ძალიან დაბალი რადიოამრეკლი ზედაპირი აქვს რადარების მიერ გამოშვებულ ტალღებს ისხლეტს და უკან ვერ ბრუნდება რადარზე შესაბამისად ის ვერ ფიქსირდება ან შესაძლოა რაღაც პატარა ჩიტის ზომის ობიექტად აისახოს რადარზე აი ეს ბიორი რაც იმას საჰაერო თავდაცვის კომპლექსის მართვის ჯგუფს არ მისცემს იმის შეგრძნების საშუალებას რომ რაღაც სტრატეგიული ბომბდამშენი მოფრინავს ხო შესაძლოა საერთოდ არც მიაქციონ ყურადღება იმიტომ რომ მაღალი დონის რადარები არა მარტო უსულო საგნებს პირობითად საფრენ აპარატებს შესაძლოა ფრინველებსაც აფიქსირებდნენ და ამ ფრინველებს შესაბამისად არ აღიქვამენ პრიორიტეტულ სამიზნეებად. ხო, ანუ ბიორები შეფრინდნენ ღამით, ეს იყო გამთენიისას სადღაც 5 წუთები იყო თუ სწორად მახსოვს. ქარსა თბილისის დროით შეფრინდნენ ბიორები, ჯამში შეფრინდა როგორც გაირკვა 7 ბიორი, ამ 7 ბიორმა ჩამოაგდო 14 GBU-57 მოპის ტიპის 3.5 ტონიანი ბუნკერგამტანი ბომბი. 6 ბიორი შეფრინდა ფორდოს თავზე და ჩამოაგდო იქ 12 GBU-57 ერთი ბიორი შეფრინდა ნატანზის ბირთვული ობიექტის თავზე და იქაც არსებული მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი, რომელიც ისრაელმა ვერ გაანადგურა, იმიტომ რომ მიწისქვეშ იყო, იქაც ჩამოაგდეს. ჯამში მოხდა 14 GBU-57 მოპის ჩამოგდება. შედეგი არის ესეთი, ყველამ მიაღწია მიზანზე, ანუ ჯამში გამოდის, რომ ფორდოს დაეცა 170 ტონა საბრძოლო მასალა. და აი ამის აფეთქება მოხდა, ანუ როგორ მოხდა? და როგორ ხდება, მოდი ცოტაც ავხსნი ამის სპეციფიკას. პირობითად 13 კილომეტრიდან ხდება ამის ჩამოგდება, 13 კილომეტრიდან როდესაც მოხდება და ეხება იმას მიწას, თუ ეს მიწა არის გრუნტი, ჩადის დაახლოებით, ნუ ეს ამას ვლაპარაკობ იმ ინფორმაციიდან, რაც საჯარო დონეზე ცნობილია, თორე შესაძლოა უფრო მეტიც იყოს ეს ტექნიკური მახასიათებლები და სავარაუდოდ ესეც არის. საჯარო ინფორმაცია არის ესეთი, რომ როდესაც მიწას ეხება, ანუ გრუნტს ჩადის სიღრმეში 60 მეტრის სიღრმეში, 60-65 მეტრის სიღრმეში და შემდგომ შეყოვნებითი მუხტი, როდესაც ეს ჩერდება, აი ეს მუხტი არის შეყოვნებითი, პირველ წინაღობას როდესაც გახვრიტავს, საბოლოოდ როდესაც გაჩერდება, შემდეგ იქ ხდება დეტონაცია და აფეთქება ანადგურებს იქაურობას ძალიან ესე ვთქვათ დიდ მასშტაბზე. აი ესე მოხდა ამ შემთხვევაშიც, ესე მოხდებოდა. როგორც გვაქვს ინფორმაცია და თავიდან წავიდა სპეკულაცია პრორუსების მხრიდან რომ იცით რა იქ მიაღწევ. აუ აი ეგ უნდა მეთქვა რა ბევრი ამბობდა მაგას რომ აი აბა ეხა ჩააღწევს თუ არ ჩააღწევს და 70 მეტრი და 80 მეტრი და 90 ანუ ამ კითხვას პრინციპში ძალიან ლოგიკურად გაეცა პასუხი, იმიტომ რომ 12 ბომბი თუ ჩავარდა, მეორემ გააფართოვა, მესამემ და შემდგომ აღარ რჩება ფაქტობრივად, ხო? ანუ ერთს თუ შეუძლია 60 და 70 მეტრზე ჩავიდეს, პირობითად რაც არ უნდა ნიადაგი ქონდეს. ხო, დაზუსტებისთვის ვიტყვი იმას, რომ 60 მეტრი შეუძლია გრუნტ, 60-65 მეტრი შეუძლია გრუნტის ჩახრიტა, ანუ მიწის. ხოლო არმირებული რკინაბეტონის შეუძლია 25-დან 35 მეტრამდე, მაგრამ ეს რადგან კლდეში იყო, დიდი ალბათობით ეს არ იქნებოდა, ანუ არმირებულ რკინაბეტონზე უფრო სუსტი კონსტრუქცია იქნებოდა, იმიტომ რომ ამ კლდეს ექნებოდა რაღაცა ადგილები, სუსტი ადგილები, სადაც შრე იქნებოდა უფრო სუსტი სიგანის, ვიდრე პირობითად 25 მეტრიანი რკინაბეტონის კონსტრუქცია და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ უფრო მარტივად ჩავიდოდა, ჩაიხრიტებოდა ეს ობიექტი, ვიდრე პირობითად მაღალტექნოლოგიური არმირებული რკინაბეტონის კონსტრუქციის ჩახრეტა მოხდებოდა. ხო, თან რაღაც ფოტოებიც რო გავრცელდა საოცარია, რომ როგორ მოხდა ისე, რომ ზუსტად ერთ წერტილში იყო გატარებული, ხო? სულ 3 ნახრეთში ჩავარდა 12 ბომბი, ანუ თითოში. ეგ სატელიტური ფოტოდან თითქოს პატარა ნახრეთი არ არის, რეალურად დიდი ნახრეთი იქნებოდა დაახლოებით როგორც ამბობენ, სადღაც
5-6 მეტრიანი სიგანის ნახვრეტია, ხოლო აი ამ ბომბს მიზნიდან მაქსიმალური გადახრა აქვს 1.3 მეტრი. შესაბამისად ის იმ არეალში ხდება ყოველდღე. აუცილებლად მოხდებოდა და იქ ჩაუშვეს. მაინც არის ზუსტია ცოტა ამერიკული ტექნოლოგიებია ესეთი. 13 და 14 კილომეტრის სიმაღლიდან. რომ ეს პრორუსები ხშირად ამბობენ ამ ბოლო პერიოდში ამ მიკროფონთან ახლოს. ყველანაირი არგუმენტი რო გავუბათილეთ, ხო, აი ამ იმებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვიდეო, ფოტო მტკიცებულებებით, ახლა მოიგონეს ესეთი რაღაცა, რომ აი თუ დაბომბესო, მაშინო რადიაცია რატო არ გაიფრქვაო. ანუ აქ დაიბომბა ისეთი ზონები, სადაც რადიოაქტიური, ესე ვთქვათ, ნივთიერებები იყო მცირე. ანუ რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა რომ მომხდარიყო, უნდა დაებომბათ მაშინ რეაქტორები, ეგრე ბუშერის რეაქტორი უნდა დაებომბათ მაშინ, სადაც ნამდვილად იქნებოდა რადიოაქტიური გაფრქვევა, იქ იზოტოპების მაღალი, ესე ვთქვათ, კონცენტრაცია და აუცილებლად მოხდებოდა მათი გაფრქვევა და ეს გამოიწვევდა რადიაციულ ღრუბელს, როგორც იყო პირობითად იმის შემთხვევაში. ჩერნობილის შემთხვევაში და ხო ხიროსიმა ეგ უფრო ბირთვული ბომბის ამბავია და ეგ უფრო მძლავრად იყო. ანუ რა მინდა ამით რომ ვთქვა, ის ობიექტები, რაც მნიშვნელოვანი იყო ურანის გასამდიდრებლად, მაღალი გამდიდრების ურანის ფონზე ბირთვულ მუხტად გარდასაქმნელად აი ამ მასალების, ხო? შემდგომი პროცესების ჩართულობით. ეს ობიექტები ცენტრიფუგებზეა საუბარი. სრულად განადგურდა ამ სამ ობიექტზე. ისპაჰანსა და ნათანზში მიწის ზემოთ რაც იყო ცენტრიფუგები, რომელიც 60%-მდე ამდიდრებდა ურანს, ეს მოსპო ისრაელმა, იმიტომ რომ მიწის ზევით რაც იყო ყველაფერს ანადგურებდა, ხოლო მიწის ქვეშ არსებული ცენტრიფუგები, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო და ამდიდრებს ურანს, ანუ მაღალი გამდიდრებული ურანი მიიღება 60-დან 90% და ზემოთ, რომელიც არის უკვე საკმარისი ბირთვული მუხტის მისაღებად, ეს ცენტრიფუგები იყო ფორდოში, რომლის სიღრმე არის 70-80 მეტრი, თუმცა როგორც უკვე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმაც დაადასტურა, ეს ობიექტები დღეს დაადასტურა ამის შესახებ, ეს ობიექტები არის კრიტიკულ დონეზე დაზიანებული. იგულისხმება სამივე ობიექტი და როდესაც ამბობს კრიტიკულ დონეზე დაზიანებას, ეს უკვე ცხადყოფს მის განადგურებას და ან მინიმუმ იმ დონეზე მწყობრიდან გამოყვანას, რომ ამას დასჭირდება წლები ამ მთელი ინფრასტრუქტურის აღდგენას და გამართვას ამ მთელი ციკლისა იმ დონეზე, რომ ისევ დაიწყონ ბირთვული, ესე ვთქვათ, ბირთვულ იარაღზე აქტიური მუშაობა. გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ დაახლოებით 400-დან 450 კილოგრამამდე მაღალგამდიდრებული ურანი არის გამქრალი ფორდოდან, რომელიც სავარაუდოდ გაიტანესო ამბობენ იმიდან ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტიდან, სანამ ამერიკა დაარტყამდაო. ნუ ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, ლოგიკურია, რომ ესე იფიქრათ, მაგრამ ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ რომც გაეტანათ და რომც იყოს ეს სიმართლე, აი ამ მაღალგამდიდრებულ ბირთვულ მასალებს ვერ გამოიყენებენ ბირთვული მუხტის შესაქმნელად, თუ არ გაგაჩნია შესაბამისი კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები, ურანის გარდამქმნელი დანადგარები, რომელიც ყველაფერი უკვე განადგურებულია, იმიტომ რომ ბირთვული მუხტის და ბირთვული ბომბის მიღებას სჭირდება შესაბამისი გამოცდები, შესაბამისი მიწისქვეშა აფეთქებები, რაღაცა რეაქციების გამტარებელი სისტემები და საბოლოო ჯამში რამდენიმე გამოცდის შემდგომ უნდა დაგიდასტუროს შენ აი ამ ლაბორატორიულმა კვლევებმა და ცდებმა, რომ ის მასალები და ის ერთგვარი მუხტი უკვე არის ბირთვული მუხტის სახით შექმნილი და შენ შეგიძლია ის გამოიყენო, ესე ვთქვათ, როგორც იარაღი. ანუ ეს ინფრასტრუქტურა რო უკვე აღარ არსებობს, ამის აღდგენას დასჭირდება დრო. ნუ კაი, დრო შესაძლებელია დააჩქარონ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი აღარ დაბომბავს. მაგრამ როგორც კი ისრაელი და ამერიკა აღმოაჩენენ, რომ ფორსირებულ რეჟიმში ცდილობენ ირანელები ისევ ბირთვული პროგრამის განახლებას და შესაბამისად ბირთვული იარაღის შექმნას, აუცილებლად მოყვება ამას ხელახალი სამხედრო ოპერაცია და დღეს თქვა ტრამპმა სხვათა შორის, რომ თუ ისინი კიდევ დაიწყებენო ბირთვული იარაღის შექმნასო, ჩვენო ამას სამხედრო გზით უპასუხებდო და ხელს შეუშლითო. ნუ იქ კი შეიძლება ეცადონ, რომ მაქსიმალურ დონეზე მოხდეს ინფორმაციის, ესე ვთქვათ,
ფარულობის დაცვა, მაქსიმალურად ეცადონ ინფილტრირებული აგენტების გამოვლენას, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდება. მე მგონია რომ არც აქამდე აკლებდნენ მაგ მცდელობას. ხო, ნუ შესაძლოა აკლებდნენ იმ დონის კორუფცია ტოტალიტარულ სისტემებში, როგორც რუსეთში, ისე შესაბამისად ირანში და ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომაც მოახერხა ისრაელმა ესეთი წარმატებული სპეცოპერაცია. მაინც გაუჭირდებათ აი ამის კონტროლი, აგერ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 700-დან 800 ადამიანამდე არის ეჭვმიტანილი მოსადის აგენტობაში. აუ, ეხლა მან ნადირობა წავა თუ შენარჩუნდა რეჟიმი წარმომადგენელი. ეს არის პირველი მოკვლევის შედეგები. ანუ გუშინ დასრულდა საბრძოლო მოქმედებები და პირველმა მოკვლევის შედეგებმა ანუ არ დადასტურებულა ამდენი დამნაშავე და მოღალატე შიგნით, მაგრამ ეჭვმიტანილი არის პირველი მოკვლევით 700-დან 800 კაცამდე. და შემდგომ დღეებში რამდენი აღმოჩნდება წარმომიდგენია და შესაძლოა მართვის რგოლებშიც იყვნენ იქ ვიღაცები, რომლებიც მუშაობენ მოსადზე. ხო, ნუ მე მგონია რომ აი კორუფცია არსად არის, ნუ საერთოდ ეხა საკითხი იმაში დგას რეალურად გადარჩა თუ არა რეჟიმი, ან გადარჩება თუ არა რეჟიმი. მოდი თავში რაც ვახსენეთ, იმას დაუბრუნდეთ ეხა რო იზეიმეს, რატო იზეიმეს, მაგ ყველაფერს ხო აქვს თავისი ახსნა. და რას ფიქრობ, ანუ ეს ყველაფერი რაღაცნაირად სინქრონში ხდება. ერთ მომენტში ტრამპი იღებს და ბომბის გადაწყვეტილებას, მეორე დღესვე ის აბსოლუტურად ცვლის message box ირანს უსურვებს მშვიდობას, რაღაცა მოდი დასხედით ვილაპარაკოთ, ასე შემდეგ დაასრულა საქმე. მე არ მაქვს თუ მანამდე ამბობდა რომ არც პირობითად ხამენეის ლიკვიდაციას გამორიცხავდა, მეორე დღეს ამბობს რომ ხო, რატომაც არა მოდი გავხადოთ ირანი დიდებული, როგორც ამერიკა გავხადოთ, ნუ ის იგივე სლოგანი გამოიყენა, make America great again, make Iran great again, მაგრამ მე ისევ შეცვალა და თქვა რომ არა, მე არ მაინტერესებს რეჟიმის შეცვლა. შენ რა შთაბეჭდილება დაგჭა ამ ყველაფრიდან? ნუ გასაგებია იქ ირანის რეჟიმმა რაც გააკეთა, ეგ ზეიმის მოწყობა დასწრებაზე იყო ალბათ მან საქმე, ჩემი აზრით, რომ ან მაგათ უნდა დაესწროთ და გამარჯვება ეზეიმათ, ან კიდევ დაასწრებდა პროტესტი, ჩემი აზრით და იქ ვიღაცები აუცილებლად სიჩუმე თუ იქნებოდა, გამოვიდოდნენ და დაიწყებოდა იქ სხვანაირი პროცესი. რასაც მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ეგ დაიწყოს. მართალია ტრამპმა თქვა, რომ მე არ მაინტერესებს რეჟიმის ცვლილება, თუმცა რას უნდა ვისმენდეს სხვა სახელმწიფოს ლიდერისგან. ხო, ლოგიკურია, ახლა ის სხვა რიტყვის კი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი ვერ იტყვის იმას, რომ აი ახლა მე კი მინიშნება გააკეთა, წააქეზა, სტიმული მიცა ამ ყველაფერს, იქ ხედავთ შახის მემკვიდრეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც განცხადებებს აკეთებს და ხალხის მობილიზებაზე და გადმობირებაზე ლაპარაკობს, ამასობაში ტრამპმა უცებ შეცვალა ხო ეგ პოზიცია და თქვა რომ არა. რა თქმა უნდა ისინი ღიად არ ჩაერევიან, მაგრამ ელოდები თუ არა რყევებს. და ხელშეწყობას მაგრყევების. ის რომ საფუძველი ფაქტია რომ არსებობს. ის რომ ირანულმა რეჟიმმა იზეიმა, ეს არის ზოგადად ტოტალიტარისტული, აი ამ წყობების დამახასიათებელი, ესე ვთქვათ, ნიშანთვისება, რომელიც არის რუსეთისთვისაც დამახასიათებელი, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეისთვისაც. ნუ ჩრდილოეთ კორეას გავს პრეცედენტი არ ქონიათ ახლა რომ სადმე ომი ქონოდათ და შემდგომ ეზეიმათ, მაგრამ ნუ ისინი აგერ გახსოვს ალბათ ჩვენ ბრაზილიას რო შეხვდნენ და 2-1 მოგება რო აჩვენეს, ხო? იმას. მოვიგეთ სოფლიო ჩემპიონი. ნუ აი ეს ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ესეთი მასობრივი ტყუილი და საკუთარი მომხრეების პროპაგანდაში ჩართვა იმ დონეზე, რომ შენ მიერ განხორციელებული რაღაცა ქმედებები იყოს სრულად გამართლებული და ამაში მიიღო სრული მხარდაჭერა შენ მაგან ხალხმა ნახა პრინციპში თავის თვალით ბევრი რამე ხა რაც არ უნდა იზახონ რომ ომში გავიმარჯვეთო ცხადია ცაში დაფრინავდნენ ის თვითფრინავები და მათ გარშემო ფეთქდებოდა ბომბები და ირანელებმა ძალიან კარგად იციან რა მოხდა მშვენივრად იციან ის რომ ტოტალურად დამარცხდნენ აი ამ ომში თუ სამხედრო ოპერაციაში რომ ესე ვთქვათ, სრულად დაუცველი იყო მათი ტერიტორია და ბომბები იყრებოდა, რა ვიცი, იყო ისეთი დღეები და დილაც კი, რომ აი რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა ისრაელს თეირანის თავზე ჩამოუყრია 150-200 პლანირებადი ბომბი და სრული ქაოსი იყო იმაში ირანში. შესაბამისად, მოსახლეობა ძალიან კარგად იცის რა მოხდა და ვინ მოიგო ამ ომში. მაგრამ ნუ ტოტალიტარული რეჟიმი და ეს იმის აიათოლას აი ეს
რკალი ჯერჯერობით არის იმ დონეზე ძლიერი და იმ დონეზე მართავს ამ ეტაპისთვის სიტუაციას, რომ პროტესტის ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში არ მოხდება. ხო, მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მეც ვფიქრობ, რომ რაღაცა მოხდება, უბრალოდ კიდევ უფრო მეტად უნდა წაუწდეს რეჟიმს ხელფეხი და ეს უნდა აისახოს ეკონომიკაზე. ეკონომიკაზე აუცილებლად აისახებოდა და რეჟიმი აუცილებლად დაემხობოდა იმ შემთხვევაში თუ აი ამ ომში ჩაერთვებოდა ამერიკა და გაანადგურებდა სპარსეთის ყურეზე არსებულ აი ამ ეკონომიკურ ობიექტებს, ხდელობაში მაქვს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობაზები, გაზის მომპოვებელი პლატფორმები და გაზის გადამამუშავებელი ქარხნები, ხო? იმ ფონზე რომ ირანი არის ტოტალურ სანქციებში 1979 წლის შემდეგ და განსაკუთრებით 2005 წლის შემდეგ, როდესაც ბირთვული პროგრამა გააძლიერეს და თუ ამას მოყვებოდა აი ამ ბოლო კომპონენტის განადგურება, რაც არის ერთადერთი წყარო ირანისთვის, რომ ეკონომიკა მიარსებოს, იქ აუცილებლად მოხდებოდა ჩემი აზრით რეჟიმ ჩეინჯი, იმიტომ რომ უბრალოდ შიმშილი დადგებოდა ირანში. სხვა აი ამ რესურსებისა ირანს არ გააჩნია საშუალება იმგვარი, რომ საკუთარი მოსახლეობა გამოყვებოს და საკუთარი, ესე ვთქვათ, სისტემა მედგრად ყავდეს, მედგრად ცოტა უტრირებულად ნათქვამია, მაგრამ ამყოფოს რაღაცა საზრდო მიაწოდოს, მაგრამ ამ ყველაფერზე საბოლოო ჯამში უარი თქვა ტრამპმა და რატო თქვა უარი. ჩემი აზრით, იმიტომ თქვა უარი, რომ თუ შევიდოდა ომში ამერიკა, რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილ ირანს კატასტროფულ ზიანს მიაყენებდნენ და შეერაღებულ ძალებს ალბათ 80%-ით შეუმცირებდნენ იმ რესურსებს, რაც ჯერ კიდევ დარჩათ. მაგრამ ტრამპმა ჩემი აზრით გათვალა ყველაფერი ელექტორალურ დონეზე, იმიტომ რომ ერთი წლის შემდეგ არის არჩევნები, არჩევნებისთვის კი აი ეს ქმედება, რომ ტრამპმა ბირთვული პროგრამა დახურა და თან ისე დახურა, რომ მოწინააღმდეგეში ადამიანური დანაკარგები არ გამოუწვევია და მის მიერ ბომბების ჩამოყრას ადამიანური სხეულები არ მოყოლია და თან ამ ყველაფერს ისე აღწევს, რომ თავისი დანაკარგებიც არ მოყოლია, ეს საკმარისი სამანიპულაციო არგუმენტი იქნება პოლიტიკურ დონეზე და ასევე ობიექტურიც, ჩემი აზრით, იმისათვის, რათა მან ხალხის მასებზე იმუშავოს და მიიღოს ელექტორალური მხარდაჭერა. ის თუ შევიდოდა ამ ომში, იყო ალბათობა იმისა, რომ ირანი მიწისქვეშა ობიექტებიდან რაც დარჩა იმ ბალისტიკურ რაკეტებს გაუშვებდა ამერიკული ბაზების მიმართულებით და პირობითად მოხდებოდა რაღაცა საავიაციო ტექნიკის დაზიანება, განადგურება, ან შესაძლოა კიდევ უფრო უარესი ტრამპისთვის მოხდებოდა ადამიანური დანაკარგები და ადამიანურ დანაკარგებს ამერიკელები ჯარისკაცებისა ძალიან სენსიტიურად აღიქვამენ. ამიტომ გააკეთა ტრამპმა ის, რაც გააკეთა, დახურა ბირთვული პროგრამა რამდენიმე წლით და სუფთად ჩაატარა ოპერაცია. მაგრამ მეორე მხარეც არის, რომ თავად ირანის მოსახლეობაშიც სხვანაირი შეფასება მოყვებოდა, ხო? თუნდაც იმ ნაწილში, ვინც რეჟიმის მოწინააღმდეგეა, ეხლა მე უკვე სხვანაირი. ხო, იცი რა, როცა ტოტალურად გბომბავენ, განადგურებენ. ეს აღარ იქნებოდა სუფთა ოპერაცია ბირთვული შესაძლებლობების რაღაც განეიტრალებისთვის, ეს იქნებოდა სხვანაირი ომი და სხვა სენტიმენტები წამოვიდოდა იქ და სხვა წინააღმდეგობა და სხვა სახშიც შეიძლება შტატებში მიიღოთ რაღაცა ეფექტი მანდიდან და არა მხოლოდ შტატებში და ძალიან დროული ეს იყო რა ქვია, სვლა თან მე მგონია რომ როდესაც საუბრობ იმაზე რომ ახალისება მოხდება რაღაცების ცვლილების, ხო? ანუ მან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ კეთილი ბიძია ბშყალებში გამოჩნდა ტრამპი, როდესაც საუბარი დაიწყო ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. ეხლა აქედან თანდათან მინდა რომ ეს ყველაზე სენსიტიური საკითხი ირანისთვის. რაც ხო, ანუ მოსახლეობას ყველაზე მეტად ეს ჭირდება, ახლა რომ რამდენად მიცემს ახლა რეჟიმი ამის შესაძლებლობას, რომ იქ მასებში გავიდეს ეს მოგება სხვა საკითხია და გამოჩნდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ იმ ხალხს ეწოდინება ის, რომ სანქციები მოიხსნა და ხვალ უკეთესად უნდა იცხოვროს, ხო? ანუ ეგ და მანდ უკვე მიშვებულია, ჩემი აზრით, ეგ პროცესი საზოგადოებაზე მინდობილი, რას იზავენ, ნახოთ, ალბათ რაღაცა გზებით მაინც ხელს შეუწყობენ და დაეხმარებიან ამ ყველაფერში არა პირდაპირ ირიბად, მაგრამ ნახოთ. ხო და თანდათან მივდივარ ანუ ამ ნავთობის თემაზე და რუსეთამდე, მუდმივად იყო ამ თემაზე საუბარი, თუ
მოხდებოდა, ვთქვათ, ირანი თუ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ ორმუზის სრუტეს ჩაკეტავდა იქ ექსპორტზე, ამ ტვირთბრუნვას შეაფერხებდა, რაც არის უდიდესი წილი. 1/13 გადის ორმუზის სრუტს. სოფლიო ნავთობის ექსპორტის შესაბამისად აიწევდა ფასი, ამით ისარგებლებდა რუსეთი და დააფინანსებდა ისევ თავის მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ქვეშ არის. ახლა რა ხდება? ანუ ირანს უხსნიან სანქციებს, ეს რას ცვლის რუსეთისთვის? იცი რა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის, ესე ვთქვათ, მიღებული ირანს უხსნიან თუ არა სანქციებს, თუმცა რადგან გააჟღერა ეს ტრამპმა, ბევრ რამეზე მიუთითებს, რომ რაღაც დონეზე ამის შესახებ იდეა არის, შესაძლოა მსჯელობენ კიდეც და თუ მოხდება ხელშეწყობა ირანული რეჟიმისა და გაფორმდება დღეს ახსენას მათ შორის ტრამპმა, რომ მე არ მაინტერესებსო სხვა შეთანხმებაო, გარდა ბირთვული შეთანხმებისა. ანუ ტრამპი ახლა ცდილობს იმ ფონზე, რომ ბირთვული პროგრამა როდესაც ირანს კრიტიკულ დონეზე დაუზიანდა, ну თუ არ ვიტყვით რომ განადგურდა მინიმუმ კრიტიკულ დონეზე დაზიანდა, რამაც რამდენიმე წელი დახია ის, ამის ფონზე ტრამპი ცდილობს რომ ბირთვული შეთანხმება გამოივაჭროს ირანისგან სანაცვლოდ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების მინიჭების ამას და მოდი ვითანამშრომლოთ ამ საკითხში. თუ ამ საკითხზე წამოყვებიან და მე არ ვიცი ტოტალიტარული რეჟიმების პრინციპი ესეთია, როდესაც ისინი ძალიან დიდ შეურაცხყოფას იღებენ, როდესაც მათი რეპუტაცია ილახება, ისინი ყოველთვის ფიქრობენ შურისძიებაზე, ეს არ არის რაღაც დემოკრატიული რეჟიმი, ხო, დემოკრატიული წყობა, რომ ობიექტურად რეალიებზე გათვალისწინებით, ანუ ველზე არსებული რეალიების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება და მათი ხალხის, მათი ქვეყნისთვის სარგებლის კუთხით მოახდინონ რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ არ მჯერა რომ ისინი მათი ქვეყნისთვის ასიკეთოთ იმოქმედებენ, მაგრამ თუ დაშვების დონეზე ვიტყვით რომ აი ამ ნაბიჯს გადადგამენ და ბირთვული შეთანხმება შედგება, ეს რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა იქნება იმ მხრივ რომ როდესაც ირანული ნავთობი გავრცელდება პირობითად თუ გავრცელდა ევროპაში და თუ ამერიკამაც დაიწყო რაღაცა დოზით, ესე ვთქვათ, შესყიდვა, ეს საერთო აი ამ ბირთვულ იმაზე ნავთობის მასაზე რა თქმა უნდა მოახდენს გავლენას და ეს აკუმულირდება იმ დოზით რომ მნიშვნელოვნად დაიკლებს ფასი ნავთობზე, ხო, ბარელზე. და ეს იქნება კატასტროფული დარტყმა რუსეთისთვის და მე მაინც ვეჭვობ რომ რადგან რუსეთი არის სტრატეგიული პარტნიორი ირანის, ყველანაირად ეცდება ირანის წაქეზებას იმ დონეზე, რომ აი ამ მიმართულებით არ წავიდეს და როცა არახში ჩავიდა მოსკოვში მეორე დღესვე დაბომბვიდან, ამერიკელების დაბომბვას გულისხმობ, იქ ალბათ, არ ვიცი, ალბათ იქნებოდა მაგის მცდელობა, რომ რუსეთის სასარგებლო ნაბიჯები გადაედგა ირანს, არ ვიცი, ну ეხა ეს მთლიანობაში ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ახლა რაღაც ოპერაცია მაჩვენა ერთი ძალიან კაფიო რაღაცა, რუსეთის უსუსურობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, ხო? რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა, 2024-ში გაფორმდა საერთოდ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შემდგომ უფრო სიღრმისეულად დამტკიცდა და დადასტურდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დონეზე, აიაგერ 2025-ში. ზუსტი თვე არ მახსოვს სამწუხაროდ, როდის მოხდა და როდის მოეწევა ახლა შეკრულებას. ამით ის თქმა მინდა იცი, რომ სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ქვია და შენს აი ამ დონის მოკავშირე სახელმწიფოს ესეთ დღეში აგდებენ და შენ საერთოდ არაფერს არ აკეთებ და შემდგომ ამბობ რომ პუტინი ამბობდა რომ თუ რა უნდა გვექნება ომში ხარ ჩავერთვებოდითო და რა უნდა გავუკეთებ. ანუ ამით პუტინმა აღიარა რომ ძლიერ ძალასთან ის არის სრულიად უსუსური. ვერაფერს ვერ გააკეთა. შესაბამისად მასთან პარტნიორობას საერთოდ სისტემები პირობითად რომ მიეწოდებინა, ვერ მიაწვიდა, იმიტომ რომ ომშია, მაგრამ რომ დაუშვათ რომ მიეწოდებინა, ვერაფერს ვერ იზამდა. ის საერთოდ სისტემები არის თითქმის ანალოგი, რაც გააჩნია ირანს. რაც შეეძლო მიეწოდებინა მაქსიმუმ და გამოადგებოდა ირანს, ეს შესაძლოა ყოფილიყო რაღაც ბირთვული მუხტებით დატენილი რაკეტები პირობითად, ხო? ანუ იმ ბირთვული მუხტით რომ გადაეცა და გადამუშავება დაეწყოთ, ეგეც დროში არ გამოადგებოდათ. ანუ შეუძლებელი იყო, ვერ დაეხმარებოდა,
ერთი ვარიანტი იყო ის, რომ სამხედრო ძალით ჩართულიყო, რასაც ვერ იზამდა, იმიტომ რომ აგერ სისხლისგან იცლება უკრაინაში და საერთოდ საფულის კამპანია დაწყებულია და კატასტროფულ ვითარებაში არიან დღეს და ამაზე მე ვისაუბრებ. ოკეი, კაი, წავიდეთ თანდათან მანდეთ. მოდი ირანი რო ამოვწუროთ, რა რისკები რჩება აი ამ ურანთან დაკავშირებით, მაინც ამაზე მინდა რომ მკითხო, წინა სტუმართან ირაკლისთან ვისაუბრეთ ამაზე. მაგ საუბარი იყო ბინძური ბომბები, ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბის დამზადებაზე. ირაკლი ამბობდა პრინციპში, რომ გამორიცხულია იმ მიჯურად ეგეხა რუსეთი, ეს ირანისთვის იქნება რაცა არ ვიცი, როცა პრეტენზია გაქვს, რომ რაღაც მაღალ სიმაღლეზე ხარ, მაღალ ლიგაში თამაშობ და ამ დროს ბინძურ ბომბს ამზადებ, ეგო არ იქნებაო რა, რაღაცა მათი მხრიდან ლოგიკური ნაბიჯია, ეგეთი არგუმენტი ერთი მოვისმინე. მეორე პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთში გააქტიურდნენ და მედვედევი თუ სხვები ხშირად ახსენებენ ხოლმე, რომ იქ რაღაცა უკრაინისკენ იშვერენ ხელს, რომ თითქოს ისინი აპირებენო ამასო. ანუ მაგ თემაში რა რისკებს ხედავ აი ამ ურანთან დაკავშირებით? ირანის. იცი რა, ბინძური ბომბის დამზადებას არ ჭირდება მაღალგამდიდრებული ურანი. ბინძური ბომბის დამზადება შესაძლებელია რადიოაქტიური ნარჩენებითაც, რომელსაც პირობითად გადაამუშავებს რეაქტორი, ბირთვული რეაქტორი. ანუ ეს ბინძური ბომბი მანამდეც შეეძლო დაემზადებინა ირანს, ვიდრე აი ამ დონეზე გაამდიდრებდა აი ამ ურანს, ხო? აქედან გამომდინარე, მე იცი რა, ბინძური ბომბის გამოყენება დღის წესრიგში დადგებოდა ჩემი აზრით იმ შემთხვევაში, თუ წავიდოდნენ ირანის რეჟიმის ტოტალურ განადგურებაზე, მოსპობაზე, აი ამ მისი სამხედრო შესაძლებლობებისა და ეს იქნებოდა რაღაცა სრული დესტრუქციის მიღმა მყოფი სუბიექტის მოქმედება, ხო, როცა არ იცი უკვე რა გააკეთოს, სრულ აგონიაში ხარ და ყველანაირად ცდილობ იყო კუთხეში მიმწყეული პოზიცია იქნებოდა, რომ აი ყველანაირად ცდილობ, რომ იპოვო რაღაცა საშუალებები და გზები, რომ შენი მოწინააღმდეგე, რომელიც განადგურებს და გსპობს, რაღაცა დარტყმები და ესეთი ტკივილი მიაყენო, ხო? აი ამ შემთხვევაში უფრო ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა იმგვარად, რომ აი ირანი რაღაც ეტაპზე ბინძურ ბომბს გამოიყენებდა, იმიტომ რომ განადგურების წინაშეა, ხო? რაღაც საათები დარჩა იმ რეჟიმს, ან საათები დარჩა შეერაღებული ძალების აი მთელ ერთიან სისტემას, ხო? ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ გამოყენებულიყო ამ შემთხვევაში თუ ამერიკა ჩაერთვებოდა და სავსებით შესაძლებელი იქნებოდა, რომ ბინძური ბომბის ეს რაღაცა ნაერთები, ნარჩენები დაემონტაჟებინათ თეორიულ დონეზე არის ეს შესაძლებელი, ჩაედოთ აი ამ ბალისტიკურ რაკეტებში, სადღაც დაერტყათ და მოეხდინათ დაბინძურება ეკოლოგიის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რადიაციული გაფრქვევა მოეხდინათ, ხო? სხვა შემთხვევაში ურანით რას იზამენ? ურანით არის რისკი, როგორც წეღარ მოხსენე, იმ შემთხვევაში თუ პირობითად ხელს არ შეუშლიან მისი ბირთვული პროგრამის აღორძინების კამპანიას და არ გაანადგურებენ აი ამ მთელ სისტემას და ინფრასტრუქტურას. სხვა მხრივ არ მგონია, რომ რამეს იზამენ აი ამ რესურსით. კაი, ბოლო კითხვა ირანზე, ისრაელში ეგეთი რამე თქვეს, რომ ჩვენ ახლა დავასრულეთ ეს ერთი თავიო, მაგრამ სხვა მიზნები გვაქვს წინ და რას ფიქრობ, თქვათ ისრაელის შემდგომ ნაბიჯებზე ირანთან მიმართებით? სხვა მიზნები შესაძლებელია იყოს ის, რომ ჯერჯერობით არ განადგურებულა, ბირთვული პროგრამა თუ კრიტიკულ დონეზე დაზიანდა და განადგურების პირას არის ის მისული, მსგავსი ზიანი არ მიუყენებიათ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის, ხო, სარაკეტო პროგრამისთვის უბრალოდ. იმიტომ რომ დაახლოებით 1000 რაკეტამდე შესაძლოა ოდნავ მეტიც დარჩათ მიწისქვეშა რაღაც ობიექტებზე ირანელებს და ეს ტოვებს ჯერჯერობით კიდევ საშუალებას იმისა, არსებობს ასევე რამდენიმე საწარმო, ანუ ყველა საწარმოს ფიზიკურად ვერ გაანადგურებდი, ხო, იმდენი იყო ეს სარაკეტო ისეთი მასშტაბის იყო ირანის სარაკეტო პროგრამა, რომელშიც არის 10 მილიარდი ჩასხმული აი მთელი 30 წლის განმავლობაში, რომ ყველაფერს ვერ გაანადგურებდი, შესაბამისად რაღაცა სარაკეტო საწარმოები დარჩენილია კომპონენტების, ძრავების, მუხტების, დენთის და ამ შემდეგ. ეს ტოვებს იმის შანსს, რომ ირანმა გაზარდოს
ბალისტიკური რაკეტების წარმოების მასშტაბი და ფრთოსანი რაკეტების წარმოების მასშტაბი და რჩება საფრთხე იმისა, რომ რაც გაუნადგურდა და რაც გამოიყენა, ხო, ისრაელის დაწიოკებისთვის, ის მარაგები აღიდგინონ ან უფრო გაზარდონ და ერთს დავამატებ, რადგან და ამ თემას ვასრულებთ. ანტისარაკეტო სისტემებზე მინდა ვთქვა ისრაელის კი ბევრ ადგილას გაძვრა, მაგრამ დაახლოებით გასროლილია 520 ბალისტიკური რაკეტა ისრაელის მიმართულებით და ამ რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვას გაუძვრა მხოლოდ 60-დან 70-მდე რაკეტა, რაც არის ბრწყინვალე შედეგი. ძალიან მაღალი დონე დადო ისრაელის რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვამ, რაკეტები მოფრინდნენ და განადგურდნენ მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე. რაკეტებმა ვერ დააზიანეს, ვერ გაანადგურეს ვერც ერთი სამხედრო ბაზა, ვერც ერთი სამხედრო საწარმო, ვერც ერთი საჰაერო ძალების ბაზა, საავიაციო ტექნიკა, რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები და ასე შემდეგ. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ისრაელი ანადგურებდა უშუალოდ სამხედრო ობიექტებს და ომში როგორც არის სწორი, ხო? ანუ შენი მოწინააღმდეგე რითი უნდა დაასუსტო, უნდა გაუნადგურო ის სამხედრო შესაძლებლობები. ირანი კი უბრალოდ სადამსჯელო ოპერაციებს ახორციელებდა და შურის ძიების, ესე ვთქვათ, სპეცოპერაცია წარმოიწყო და მოსახლეობას ბომბავდა ამ ბალისტიკური რაკეტებით. სხვა არანაირი, ესე ვთქვათ, მიღწევა არ ქონიათ მათ მიერ ამ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას. კარგი, მოდი, რადგან შეეხე ისრაელის თავდაცვას, აქვე პატარა განმარტებითი კითხვა მაქვს, რაზეც მე არ მახსოვს თქვენთან ალფაზე თუ სხვაგან შემოვხვდა საინტერესო პოსტი, რაც მივხვდი, რომ ბევრისთვის შეიძლება იყო დიდი ასეთი სიახლე. ყველას გაპიარებული ამბავი არის რკინის გუმბათი და ძალიან ბევრი ადამიანი წერდა, ავით შეიძლება ჩვენი მაყურებელიც კითხულობდა ამას, ან უკვირდა მინიმუმ, რომ როგორ მოხდა ეს ძლევამოსილი გუმბათი, როგორ ატარებს ამ რაკეტებს, ხო? მოდი პატარა განმარტება გაგვიკეთე, რა მიზნებისთვის არის განკუთვნილი რკინის გუმბათი, რას გულისხმობს რკინის გუმბათი და რა მოხდა რაკეტების შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში, როგორ ხდება მათი განადგურება. ზოგადად საჰაერო თავდაცვის კომპლექსები ხასიათდება ორი სახით. მიკროფონთან ახლოს. ხო, პირველი ორი სახით ხასიათდება საჰაერო თავდაცვის სისტემები. პირველი ეს არის ის კომპლექსები და დანადგარები, რომლებიც მუშაობს აეროდინამიკური სამიზნეების განადგურებაზე. აქ იგულისხმება რა აეროდინამიკურ სამიზნეებში მოვიაზრებთ შემდეგს. ეს არის დრონები, გამგას დრონები, ეს არის თვითმფრინავები, საბრძოლო თვითმფრინავები და არის ფრთოსანი რაკეტები. ანუ ის საჰაერო სამიზნეები, რომელთა გაშვების და ესე ვთქვათ, შემოფრენის მიმართულება არის ჰორიზონტალური. ანუ ჰორიზონტალურად როდესაც შემოდის, ამ შემთხვევაში ეს აეროდინამიკური სამიზნეების წინააღმდეგ მომუშავე საჰაერო თავდაცვის კომპლექსები ჰორიზონტალურად შემხედრე მიმართულებით უშვებს რაკეტას და ანადგურებს მას. ესეთია ზუსტად Iron Dome, ანუ რკინის გუმბათი, ხო? რომელიც ძალიან გაპიარდა ჩვენთან, განსაკუთრებით აი ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ომში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ეფექტიანი კადრები ვრცელდებოდა ინტერნეტში, რომ აი იმებს კუსტარულ რეაქტიულ რაკეტებს უშვებდნენ ღაზიდან და ეს აერში ხსნიდა ამ რაკეტებს, ანუ გრადის ტიპის რეაქტიულ რაკეტებზეა საუბარი და ანუ აი ამ რკინის გუმბათის უნიკალურობა რაში მდგომარეობს სტანდარტული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც აეროდინამიკურ სამიზნეებზე მუშაობენ, ხო, უმრავლესობა. ეს მუშაობს ასევე საარტილერიო ჭურვების ჩამოგდებაზე, ზოგადად საარტილერიო ჭურვი დასაფიქსირებლად შემდგომ რაკეტისთვის მიზანში ამოსაღებად საკმაოდ რთული სამიზნეა, ხო, იმიტომ რომ ძალიან პატარა სამიზნეა, ძალიან ესე ვთქვათ დაბლა მოფრინავს და რთულია ეს რადარისთვის დასაფიქსირებლად, ამიტომ ძალიან მაღალ ტექნოლოგიური ესე ვთქვათ რადარი სჭირდება, რომელიც შემდგომ მიზანზე აიყვანს და შემდგომ რაკეტას გაუშვებს. ანუ ეს რკინის გუმბათი აგდებს როგორც თქვი დრონს, ფრთოსან რაკეტას, თვითმფრინავს, ასევე საარტილერიო ჭურვს, რეაქტიულ რაკეტას, ანუ გრადის ტიპის რაკეტას და ნაღმტყორცნის ნაღმს. ანუ მისთვის მაყურებლისთვის შესაძლოა უფრო ნაცნობი იყოს ეგრეთ წოდებული მინამიოტი. აი ამ ნაღმტყორცნის ნაღმის გამოტყორცნის დროს რეაგირებს ეს რკინის გუმბათი და შესაბამისად ახდენს ის აი ამ სისტემის, აი ამ საბრძოლო მასალის გადაჭერასაც. ანუ ბალისტიკური სამიზნეები არის სხვა.
ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერად საჭიროა უკვე სპეციალურად ესე ვთქვათ, სპეციალიზებული ანტირაკეტები, ანტისარაკეტო სისტემები, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ შორი არეალის კონტროლზე ამყვანი რადარები და გააჩნიათ ასევე რაკეტები, რომელიც ანადგურებს სამიზნეს ზევით, მაღლა. ანუ აქვე ის ბალისტიკური რაკეტის მოქმედების პრინციპიც ვახსენოთ. ბალისტიკური მოქმედების პრინციპი არის ესეთი, რომ პირველად აიტყორცნება ის მაღლა. გააჩნია ბუსტერები, ანუ გამაძლიერებელი სიჩქარის, რომლის შემდგომაც ის საკმაოდ მაღალ სიჩქარეს აღწევს. შემდგომ ეს ადის უმაღლეს წერტილზე კოსმოსში, პირობითად, ანუ იქ აპოგეას აღწევს, ანუ უმაღლეს წერტილს. შემდგომ ეს ძრავი, როდესაც ძვრება ამაჩქარებელი და გაუსწორდება დედამიწას და მოდის სიმძიმის ძალით, კრებს საკმაოდ მაღალ სიჩქარეს დედამიწის მიზიდულობის ძალიდან გამომდინარე. და როდესაც მაღალი სიჩქარით შემოდის ატმოსფეროში, შემდგომ უკვე შენი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მიფრინავს შემხვედრი მიმართულებით, ეს რაკეტაც უნდა იყოს ძალიან მაღალი სიჩქარის, იმიტომ რომ რეაგირება მოახდინო და მოასწრო იმ სამიზნის შემხვედრი მიმართულებით განადგურებისთვის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ისრაელს გააჩნდა ამ სპეცოპერაციის დროს და გააჩნია 3 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ეს არის Arrows ტიპის რაკეტები, რომელიც ეგზოატმოსფერულ სივრცეში დაახლოებით 100-150 კილომეტრის სიმაღლეზე ახდენდა რაკეტების გადაჭერას და ალბათ გექნება ნანახი კადრები, რომ კოსმოსური ნათებასავით რო იყო, ხო? აი ეგ იყო 100 კილომეტრის ზევით გადაჭერილი სამიზნეების ეფექტი. შემდგომ იყო ასევე ეგზოატმოსფერულ სივრცეში მოქმედი თაადები, რომელიც არის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სახმელეთო ბაზირების სისტემა, რომელიც ასევე 100 და ზევით ახდენს რაკეტის გადაჭერას და არის ასევე ჩვენთვის ყოველთვის კარგად ნაცნობი პეტრიოტები. პეტრიოტები ბალისტიკური რაკეტების გადაჭერას ახდენენ ატმოსფეროში. დაახლოებით 25-დან 35 კილომეტრის სიმაღლეზე. ანუ ეს არ არის იქით იმაში ეგზოატმოსფერულ სივრცეში მოქმედი სისტემა, ხო? და ამიტომ არის ხოლმე ხშირად შემთხვევები უკრაინაში, როდესაც პეტრიოტის მიერ გადაჭერილი აერობალისტიკური ან ბალისტიკური კინჟალები ან ისკანდერის ჩამოყრისას ნამსხვრევები ცვივა. ხოლო იქ როდესაც ეგზოატმოსფერულ სივრცეში ხდება იმის გადაჭერა, ანუ ძალიან ზედა მაღალი შრე არის კოსმოსში, იქ უკვე ნამსხვრევები იფანტება და შესაბამისად შესაძლოა იქ იმ ადგილას საერთოდ არც კი ჩამოვიდეს, სხვაგან გაფრინდეს ეს ნამსხვრევები. ამიტომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ატმოსფერულ სივრცეში გადაჭერილი სამიზნე, ამ შემთხვევაში უკრაინაში ვარდება ქვემოთ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველამ კარგად დავიმახსოვროთ კიდევ ერთხელ, რკინის გუმბათი არ მოქმედებს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ და ვერ იმოქმედებდა ირანის მიერ გამოტყორცნილი ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, მაგრამ მოქმედებდა და საკმაოდ კარგად, ესე ვთქვათ, იყენებდნენ ირანული კამიკაძე დრონების ჩამოსაყრელად, შაჰიდ 136-ების და არაშოურების ჩამოსაყრელადაც. ასევე ფთოსანი რაკეტების მე პირადად არ მახსოვს ირანული ფთოსანი რაკეტების შემოფრენა, შესაძლებელია იყო და უბრალოდ არ ვიცით. თუ შემოფრინდნენ, იმათაც რა თქმა უნდა ძალიან ეფექტიანად. მადლობა ძალიან დიდი ოთო, ამ ნაწილს მე ცალკე მოვჭრი და ამას ცალკე ვიდეოდაც დავდები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ისთვის არის ეგ რაღაცა გაურკვეველი საკითხი და ხო, ნუ ეს პოპულარული თემა არის და ბარემ გავაკეთოთ, მადლობა ამ განმარტებითი საუბრისთვის. მოდი წავიდეთ უკრაინაზე და პირველ რიგში შევეხოთ ნატო სამიტს. ხო, ნუ პრინციპში ვიდრეთ ნატო სამიტზე მივალთ, მე სულ მაწუხებდა ეს საკითხი აი ამ დღეების განმავლობაში, ისევე როგორც ეს ხდებოდა აი 7 ოქტომბრის ამბების შემდეგ, ხო, როდესაც ისრაელის გარშემო აი ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ და მერე მოყოლილი ოპერაციის ფონზე განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რატომღაც ბუნებრივად საინფორმაციო სივრცეში და პოლიტიკურ პროცესში მეორე ხარისხოვანი გახდა უკრაინის ომი. ამის ცოტა შიში მქონდა, სიმართლე რომ გითხრა იმ ფონზე, რომ ჩვენ არ ვიცოდით ხო, რომ ესე 12 დღეში ყველაფერი დასრულდებოდა, როგორც თქვით და ცოტა მეშინოდა მაგამბის, რომ აი ამ ფონზე არ მოაკლდეს ყურადღება უკრაინას, არ მოდუნდნენ, თქვათ, პარტნიორები, რომლებიც ეხმარებიან, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის გადაწყვეტილებებზე უამრავი რამ არის დამოკიდებული, ხო? ნუ აი ეს განცდა მქონდა და არ ვიცი ალბათ შენც
შესაძლოა. თუმცა ჩვენ გვესმის დღეს უკვე ნატო სამიტზე საკმაოდ ესეთი პოზიტიური გზავნილები, სადაც საუბარი არის დახმარებაზეც, პროგრამების გაგრძელებაზეც. მოგვიყევი რა, შენ როგორი განცდა გრჩება აი ამ განცხადებების მოსმენის დროს, განსაკუთრებით ტრამპის განცხადებები იქნება ამ მხრივ მნიშვნელოვანი. ხო, დღეს ანუ 24-25 ივნისს ჰააგაში ნიდერლანდებში ჩატარდა ნატოს მორიგი სამიტი, რომელსაც სრული სპექტრი დაესწრო, რა თქმა უნდა, ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და ვიცი რა, ბოლო თვეებში იყო სპეკულაციები, რუსული მედია ბუსტავდა ამ ინფორმაციას, რომ ნატო სამიტზე არ იქნებაო მიწვეულიო ზელენსკიო, რითაც კიდევ ერთხელ იქნებაო ხაზგასმული ის, რომ ამერიკამ და ნატომ გაწირავა უკრაინა და უბრალოდ დროის, ესე ვთქვათ, მომენტიაო იმ მოცემულობის დადგომა, როდესაც უკრაინას უბრალოდ შეუჩერებენო დახმარებას, რაც რა თქმა უნდა ესე არ მოხდა. უკრაინა იყო ტოპ პრიორიტეტული დღეს უკრაინის ომი და ტრამპის განცხადებებიც საკმაოდ ესე ვთქვათ დამაიმედებელი აღმოჩნდა. მე არ ველოდი ესეთ განცხადებებს, გულწრფელად რო ვთქვა. ანუ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა ესეთი რაღაცა, რომ ღია ტოვებს საკითხს განსახილველად იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ამერიკამ კიდევ დაამტკიცოს დახმარების პაკეტები უკრაინისთვის. ღია ტოვებს ასევე საკითხს და ძალიან შესაძლებლად მიიჩნევს იმას, რომ უკრაინას გაეგზავნოს პეტრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელთან დაკავშირებითაც მას პირადად ესაუბრა დღეს ზელენსკი, როდესაც ორმხრივი შეხვედრა ჰქონდათ. ზელენსკი მას შემდგომ როგორც თვითონ აღნიშნა, ამ შეხვედრის შემდეგ ეს რაღაც განაცხადა, რომ ჩვენ შევთავაზეთო ამერიკელებსო, რომ ვაპირებთო შესყიდვას ამერიკული იარაღისო, რომელშიც დაგვეხმარებიანო ევროპელი პარტნიორებიო. ანუ თითქმის ყველაფერი მიდის იმგვარად, როგორც ეს უნდა იყოს. ამაში გულისხმობ იმას, რომ დიდი ალბათობით საჰაერო თავდაცვის სისტემებს პეტრიოტებს მიაწვდის ამერიკა უკრაინას და რადგან დაშვების დონეზე დღეს ტრამპმა ეს თქვა, შესაძლოა უკვე უახლოეს მომავალში მოხდეს ეს. მოხდება ასევე ის, რომ ევროპის მხრიდან თანხის აკუმულირებით სხვადასხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიძებნენ ამერიკიდან. იქნება ეს ავიაბომბები, პირობითად ჯეიდამის ბომბები, GMLRS-ის რაკეტები, HIMARS-ისთვის თუ სხვა. გარდა ამისა, დღეს აი ამ სამიტზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მარკ რუტემ აღნიშნა ესეთი რაღაცა, რომ 2025 წლის განმავლობაში ნატოს მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მასშტაბი თანხობრივად იქნება 50 მილიარდ ევროზე მეტი. აქ იგულისხმება როგორც ცალკეულ დონეზე დახმარების პაკეტების გამოყოფა, ასევე იგულისხმება ინვესტიცია უკრაინის აი ამ იმაში თავდაცვის მრეწველობაში, ხო? და დღეს სხვა შორის ითქვა ესეთი რაღაცა დანიის თავდაცვის სამინისტროს უпростоრად მინისტრმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ უკრაინისთვის დანიაში უკვე მომზადებულია საწარმო, სამხედრო საწარმო, სადაც დაიწყება დრონების და ასევე რაკეტების წარმოება. რომელ რაკეტებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია. მე ეჭვი მაქვს, რომ ახალ რაღაც ფთოსან რაკეტაზეა საუბარი და ეს შესაძლოა ტაურუსის ფთოსანი რაკეტაზე იყოს საუბარი, უბრალოდ ტაურუსის სახეცვლილი ვერსია რაღაც უკრაინული ანუ ნაწილებს მე ბრენდი უკრაინული ბრენდის და ბრენდილი იქნება უკრაინულად, ხო? ანუ იცი რა, როდესაც იმან გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა ერთი თვის წინ, რომ უკრაინას არ მივაწვდითო ტაურუსის რაკეტებსო, ამას არანაირი გახმაურება არ მოყოლია ზელენსკისგან და ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი შეთანხმებითი მოქმედება იმგვარად, რომ თავის მარაგებს არ მიაწვდიან, მაგრამ შეუქმნიან ტაურუსის რაკეტას ან მსგავს, რომელსაც ექნება პირობითად ის კომპონენტები, რაც გააჩნია რეალურად ტაურუსის რაკეტებს, ფთოსან რაკეტებს, მაგრამ ეს იქნება აწყობილი უკრაინაში, უკრაინული კოდებით, უკრაინული წარწერებით, რადგან როდესაც ეს რაკეტა ჩამოვარდება პირობითად თუ გადაიჭერენ რუსები ან დაეცემა იმ ადგილს, სადაც რუსების კონცენტრაციის ზონა აფეთქება მოხდება და გაიფანტება ეს ნამსხვრევები, მოიფანტება და როდესაც რუსები აღმოაჩენენ, იმ რაკეტის ნამსხვრევის ნაწილებს არ უნდა ჰქონდეს არ ამოვარდეს რომ გერმანული არის made in Germany პირობითად ან რაღაცა ინიციალები გერმანულად რა. კარგი. ხო, ამას ერთი რაღაც დამატება მინდოდა კიდევ რომ სანქციების საკითხზეც იყო საუბარი და თუ არ ვცდები რუბიოს განცხადება იყო რომ ჩვენ ვცდილობთო რომ ყველაფერი
ბაზა მოვამზადო თუ ასე ვთქვათ, იმისთვის რომ თუ ტრამპს დაჭირდება გადაწყვეტილების მიღება დამატებით სანქციებასთან დაკავშირებით, მას ეს ინსტრუმენტი ქონდეს გამზადებული, მოქნილი მოქმედებისთვის შესაბამისად, იზრდება კანონმდებლების რაოდენობა, ვინც მხარს უჭერს რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესებას, აქვე ვახსენოთ, რომ ეს სანქციები მიმართული არის ჩრდილოვანი ფლოტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ძირითადად, რაც არის რუსეთის შემოსავლების მთავარი შავი ყულაბა. ხო, ნუ შესაბამისად ესაც არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომ არ არის გამორიცხული მე თანდათან აი ამ თვეების განმავლობაში, რაც ტრამპი მეორევადით პრეზიდენტი გახდა, მუდმივად ვაკვირდები მის ქცევას, მუდმივად ვაკვირდები მის ცვლილებას ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად ის იცვლის ხოლმე გადაწყვეტილებების მიხედვით, მისი მიზნების მიხედვით რიტორიკას და თუ დღეს ამბობს რომ პრინციპში ესეც გასაგებია რასაც ამბობს რა ის მისი გზავნილი არის რომ ჯერჯერობით აძლევს შანსს რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს თუმცა შენ დაგეთანხმები იმაში რომ ეს გამოჩნდა დღეს აი ამ სამიტზე რომ ტონი შეცვლილია ცოტა და მინიშნებები არის იმაზე რომ რადგან პუტინი არ მიდის მოლაპარაკებებზე და ეს იმიჯურად აზიანებს ტრამპს, მის რეპუტაციას ცხადია, იმიტომ რომ რამდენჯერ გადააგდო, ხო, არ ვიცი, ამ ბოლო თვეებში ეთამაშა ჩვეულებრივად ნუ ის თურქეთის მოლაპარაკებები რომ გავიხსენოთ, თუნდაც, ხო, მანამდე რაღაც თითქოს კუთხეში იყო მიმწყდეული, უნდა რაღაცა შეეთავაზებინა და მოდი აი იქ ვილაპარაკოთ, აქ ვილაპარაკოთ და არაფერი. ამ დღეების განმავლობაში კიდევ კატასტროფა ხდებოდა, ურტყამდნენ უკრაინის ქალაქებს, ხო? რამდენი დაბომბვა ვნახეთ. აქედან გამომდინარე, ანუ ვფიქრობ, რომ შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილებები ტრამპის იყოს უფრო დამაზიანებელი და უფრო თამამი პუტინთან მიმართებაში. არ ვიცი, ამ საფუძველს მე რაღაცნაირად ვგრძნობა, არ ვიცი მეთანხმები თუ არა. თან ხო, ნუ არ ვიცი, მე მგონია რომ ეს წარმატება რაც მან მოიპოვა და ყველამ აღიარა და აგერ წითელი ხალიჩა იყო ფაქტობრივად, ხო, ეხლა ნატო სამიტზე თუნდაც ეს წარმატება რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებით ტრამპმა მიიღო, მას უდიდეს პოლიტიკურ უპირატესობას აძლევს რეგიონში, კი ბატონო, ისტორიაში ნამდვილად შევა ეს ამბავი და რეგიონში ძალიან აძლიერებს ამერიკულ პოზიციებს, ხო? ანუ ეს ბალანსი იცვლება, ფაქტია, იცვლება რუსეთის საზიანოდ, ასე ვთქვათ, ის რეგიონში კარგავს გავლენებს და ირანში, ხო, ნუ ცხადია რაც მოხდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი კარტები უჭირავს ახლა ტრამპს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ზელენსკისაც სწორი ტონი აქვს შერჩეული. იცის უკვე როგორ უნდა ითამაშოს და ილაპარაკოს. ეგ გამოცდილება მიიღო იმ დიდი სკანდალის შემდეგ და ვნახოთ ამ ამბიდან რა გამოვა. ეხლა შენთან რა კითხვაც მაქვს, ეგ ეხება რა ხდება ფრონტის ხაზზე და რა ხდება ამ ცხელ ზაფხულში უკრაინის სამხედრო მოქმედებებში. დღეს დაფიქსირდა ძალიან მაგარი ამბავი, რომელიც ჩემი აზრით იქნება ერთ-ერთი საკვანძო ფუნქციის შემსრულებელი უკრაინისთვის, როგორც თავდაცვითი ბრძოლის წარმოებას კარგად წარმართვაში და ასევე განსაკუთრებით იმ დიდი კონჩეტების დაწყების დროს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რომელი დიდი კონჩეტების დაწყების დროს? დაიწყება ეგ კონჩეტება აუცილებლად მას შემდეგ, რაც რუსეთის ეს შესაძლებლობები სრულად გამოიფიდება. მოდი ჯერ დავიწყოთ, რას გულისხმობ როდესაც კონჩეტებას ვლაპარაკობ. რუსეთის ყბადაღებული რაღაცა ზაფხულის კამპანია დაწყებულია. აქტიურ ფაზაშია შესული ჩრდილოეთის მიმართულებაზე, სუმის ოლქში, სუმის ჩრდილოეთ ნაწილში და აქტიურად უტევენ რუსების, ესე ვთქვათ, შერეღებული ძალები პოკროვსკის მიმართულებაზე. წარმატება არ აქვთ, ესე დავახასიათებდი უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან კურსნაბიჯებით გადაადგილდებიან ისე როგორც გადაადგილდებოდნენ და აქვთ კატასტროფული დანაკარგები. ნუ ხო, რა თქმა უნდა, შემდგომ აი ამ ვიდეოს ქვეშ რაღაცები დაგვიწერენ, რომ თქვენთვის მარტივია მსჯელობა, ესე ტერიტორიები მაინც წინ მიდიან. ხო, ანუ წინ მიდიან, იმიტომ რომ შეტევის რესურსი ჯერ გააჩნია და უკრაინას აქვს თავდაცვითი ბრძოლის წარმოების სტრატეგია არჩეული, რომელიც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ანადგურონ როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ჯავშან ტექნიკა.
და მიაღწიონ იმ წერტილს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რუსეთს უბრალოდ ვეღარ ექნება ეს შესაძლებლობა, რომ შეუტიოს, ხო? მე წინათაც ვლაპარაკობდი, რომ გამორიცხულია რუსეთმა ეს ომი მოიგოსო და ახლაც იმავეს გავიმეორებ, კიდევ უფრო ღრმა რწმენით გავიმეორებ, იმიტომ რომ მაშინ ზაფხულის კამპანია ჩვენ როდესაც ჩავწერეთ გადაცემა არ იყო დაწყებული და ცოტა გარკვეული შიშები მქონდა რომ ზაფხულის კამპანია გარკვეულ გარღვევებს შეაძლებინებდა რუსებს, მაგრამ ვერაფერს ვერ აღწევენ სუმის ოლქში როდესაც შეუტევენ და შეუტიეს პირობითად რაღაც გარკვეული ქვედანაყოფებით ბატალიონის ზომის ჯგუფებით, იქ ვერ მოახდინეს პლაცდარმის მოწყობა, ვერ მოახერხეს ჯარების გაერთიანება და მუდმივად ბოლო პერიოდში უკვე უწევთ უკან დახევა ისეთი კატასტროფული დანაკარგებია. ზოგჯერ ალფაზეც არ ვდებ ხოლმე ისეთი ფოტოები ვრცელდება, ისეთი შელახულია, ხო? მათი ცოცხალი ძალა შეტევის შედეგად, რომ უბრალოდ ცოტა ისეთი ზედმეტად სენსიტიური კადრებია ხოლმე და ვცდილობ რომ ესეთი კადრები საზოგადოებისგან ცოტა შორს ვამყოფ. ამიტომ ხო, აქვე ჩართვას ალფასი ხშირი ვისაც არ გაქვთ Telegram-ზე, Facebook-ზე გამოწერილი, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ყოველ დღე ძალიან ბევრი ინფორმაციას მიიღებთ რა ხდება უკრაინაში და არა მხოლოდ აგერახა ირან-ისრაელის ამბავზეც ძალიან აქტიურად მუშაობდა ალფა და მადლობა ოთოს კიდევ ერთხელ ამისთვის და ვინც კიდევ შენთან ერთად მაგ საქმეს აკეთებს. მადლობა. ხო, ბოდიში რო გაგაწყვეტინე, მაგრამ მომინდა ამის თქმა. კონჩეტევას მე ვარაუდობ რომ აუცილებლად მოხდება, მაგრამ ეს იქნება სავარაუდოდ მომავალ წელს. აი ეს გამოფიტვის ბრძოლა გაგრძელდება წლის ბოლომდე და რუსეთს მოუწევს უბრალოდ გაიყინოს ერთ ადგილას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სარაკეტო ტერორს შეწყვეტენ ან პირობითად ავიაციას არ გამოიყენებენ, თუმცა სახმელეთო კომპონენტის დანაკარგები იმ დოზისაა დღეს, რომ უბრალოდ რაღაცა ანომალიურ მასშტაბებს აღწევს. აგერ დღეს ჯერ არ დამიდია ეგ ვიდეო დავდებ ცოტა ხანში, ამბობს ესეთ ქვედანაყოფია შექმნილი ყველასთვის კარგად ნაცნობი RDK, უკრაინის შერეღებულ ძალებში ეს არის რუსეთის მოხალისეთა კორპუსი, ეთნიკური რუსებით დაკომპლექტებული, აი ამ RDK-ს ხელმძღვანელი ამბობს ესეთ რაღაცას ინტერვიუში, რომ ერთ-ერთი ჩემი მეგობარიო, რომელიც იბრძვისო აზოვის მესამე მოერიშე ბრიგადაშიო, იხსენებსო, ძალიან ხშირად ამბობსო ესეთ რაღაცას ლაპარაკობსო ომზეო, ფრონტზეო, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს განვიხილავთო, იმდენს ვხოცავთო ფრონტზე. აი პირობითად ერთმა ადამიანმა შესაძლოა დღის განმავლობაში გაანადგუროსო 120-დან 130-მდე რუსი ჯარისკაცი. საუბარია რაღაცა 20-ზე. პირობითად 20-ში ყოფება შესაძლოა იყოს 15 ადამიანი, შესაძლოა იყოს 25 ადამიანი და ვარ თუ რაღაც პოზიციაზე მოდისო, ანუ ესე მოქმედებენო რუსები. გვიკავიაო პოზიცია. შემოვაო რაღაცა პოზიციის რაღაც სანგრის დასაკავებლად. მოდისო 10 კაცი. 10 კაცს ვანადგურებთ. მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ალბათ არ იყო. შემდეგ ამატებენო 10-ს. შემდეგ 20-ს, 30-ს. ესეც რო არ ყოფნის, მერე მოდისო 100 კაცი. და 100 კაცსაც თუ უნადგურებთო, მერე შესაძლოა გაჩერდნენო. მაგრამ ნუ არისო ესეთ შემთხვევები, რომ ვეღარ ავუდივართო უკვე, იმ ხელა მასშტაბის განადგურებას ვაყენებთო, რომ რაღაცა ადამიანური დაღლად შეიძლება დაფიქსირდესო, გადატვირთვა, უბრალოდ ფსიქიკურად შეიძლება შეიშალოს. ამდენი ადამიანის ხოცვა შეიძლება გაგიჟდეს ადამიანს. სარეზერვო პოზიციებზე, რომელიც მდებარეობსო უკან 200 მეტრის ესე ვთქვათ 200 მეტრის ქვევით, იქ გადანაცვლება და შემდგომ რაღაც ახალი ძალები მოდის, ახალი 20-ეული გვანაცვლებსო და ჩვენ ვისვენებთო შემდეგ ის 20-ეული აგრძელებსო კაცზე 150 კაცით განადგურებას რუსებისა. ანუ ამას ამბობს დავაზუსტოთ ამას ამბობს RDK-ს ხელმძღვანელი ზუსტად არ მახსოვს მისი სახელწოდება, სახელმძღვანელს არა, უბრალოდ ხაზგასმა მინდოდა რომ ეს თვითონ რუსები ლაპარაკობენ. საძახისით არის Rex-ი, თუ არ ვწდები, ეს პიროვნება აი კეპს ატარებს ხოლმე, შავი ფორმით არის ხოლმე. ხშირად, ანუ ეს ადამიანი მონაწილეობდა კურსკის სპეცოპერაციაში, ასევე ბელგოროდის გადასვლელებშიც მონაწილეობდა და იქ უშუალოდ რუსეთში იღებდა მონაწილეობას გარკვეულ სპეცოპერაციებში და საკმაოდ ცნობილი და პატივცემული სამხედროა, რომელიც საუბრობს აი ამ ამბავზე, ხო? ეს არის მასობრივად, ყველგან ესე ხდება. მე მაქვს კონტაქტი ჩემს მეგობართან, არ დავასახელებ სახელდაგვარს, რა თქმა უნდა, არც მიმართულებას ვიტყვი სადიბრძვის, მაგრამ აი
3 დღის წინ ველაპარაკებოდით კი ქართველთან. დაუსვი ესეთ შეკითხვა, რომ რა ვითარებაა, როგორია მასშტაბი და მეუბნება ეს რაღაცას, რომ მოდიან და უბრალოდ ვიღლებით მათ ხოცვაში, მათ განადგურებაში. არის გარკვეული სიტუაციები, როდესაც მოდიან მარტო, იმიტომ რომ ჯავშან ტექნიკის რაღაც კოლოსალური მარაგია განადგურებული იმ მოცემულ მონაკვეთზე და აქედან გამომდინარე ხორცის მასით ცდილობენო გადაჭრანო ეს პრობლემა და შეგვიტიონო, მაგრამ ვანადგურებთო, არ ვიღლებითო, ვიყენებთო, რა ვიცი, FPV კამიკაძე დრონებს, ბომბერ დრონებს და ჩვენამდე არც კი ვუშვებთო დაახლოებით ჩვენს პოზიციამდე არსებულ ტერიტორიაზე 800-1000 მეტრს დისტანციაზე ვანადგურებთო განსაკუთრებით დრონების გამოყენებით და უბრალოდ ისე ექცევა ხელმძღვანელობა რუსეთში არაღებულ ძალებს, რომ აი წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის მე პირველ მსოფლიო ომში ალბათ იქნებოდა მსგავსი რაღაცა ისევ რუსეთის არმიაში. რაღაცა პოზიციის ასაღებად, რომელიც არ გაძლევს არც ოპერატიულ მნიშვნელობას, არც სტრატეგიულ უპირატესობას, უბრალოდ დაისახე რომ მიაღწიო რაღაც წარმატებას, იმიტომ რომ ზემდგომებს გადასცე რომ ამადა ამ სოფლის, ამადა ამ სექტორის საყრდენი პუნქტი ავიღეო, შეიძლება შეახოცო 500 კაცი, რომელიც არანაირ, ესე ვთქვათ, სამხედრო ღირებულებას არ შეიცავს. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოქმედების პრინციპი, აი ეს სტრატეგია არის ტოტალური, ესე იყო 2022-ში, ესეა 2025-შიც. ნუ კი რაღაცები განავითარეს რუსებმა საერთო მართვაში, იქ რაღაც პლანირებადი ბომბები დახვეწეს, რაკეტების მარაგები განავითარეს, იქ ჯავშან ტექნიკის უაზრო გამოყენებები შეაჩერეს, როცა კოლონებით მოდიოდნენ და მთელ კოლონას კარგავდნენ, მაგრამ ცოცხალი მასის საზარბაზნე ხორცად გამოყენებაზე უარს არ ამბობენ აგერ უკვე მეოთხე წელია. აი ესე, არ ვიცი, არა როგორ შევაფასო, რა ტერმინი ვიხმარო აი ამ საწოდავი ხალხის ბედის აღსაწერად. იქ შესაძლოა ბევრს არც უნდა ეს, რომ აი ამ შტურმში მონაწილეობს და ესე ვთქვათ, გარდაუვალ სიკვდილზე მიდის, მაგრამ უკან რო დაბრუნდეს, ეგრეთ წოდებული ზაგრადაჭრადები დგას და იქ ხოცავენ ამ ადამიანებს და შესაძლოა ციხეში უბრალოდ ცემით მოკლან, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა ბოლო თვეების განმავლობაში, კი არა, აგერ რა ვიცი, რამდენიმე კვირის განმავლობაშიც არაერთი ვიდეო შემოხვედრია, როდესაც ნახე ერთი კადრი, ეს ორი ტიპი ყავდათ, ეს მუხლებზე დაჩოქილი და ურტყავდნენ და ურტყავდნენ იმით და რატო? ჩაკეტილი სადღაც და ძაღლებივით ექცეოდნენ. რომ შენს ოცეულთან ერთად რატომ არ მოკვდიო? შენ თუ გადარჩიო, ეს იმას ნიშნავსო, რომ შენ ისინი დატოვეო და გაიქეციო და აი ესეთი მიდგომა აქვს თავიანთი სამხედროების მიმართ, არაინტერესებს თამათი ბედიღბალი და ცდილობენ რაც შეიძლება დიდი მსხვერპლის ფონზე მიაღწიონ რაღაც გარკვეულ წარმატებებს, ხო? ყველაზე უცნაური მეორე მსოფლიო ომიდან ის იყო, რომ 28 მილიონი ადამიანი დაკარგა საბჭოთა კავშირმა და ომი მოიგო, 7 მილიონი ადამიანი დაკარგა, 8 მილიონი ადამიანი დაკარგა გერმანიამ და ომი წააგო. ანუ ეს იმიტომ მოხდა, რომ ის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებული მენტალობა, რომელიც მეფის რუსეთიდან მოყვებად, აგერ მოყვებოდათ საბჭოთა კავშირში და მოყვებად დღემდე, ნარჩუნდება. ნარჩუნდება და გაათვლილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მიუხედავად მეტი დანაკარგებისა, აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული მიზანი. და ამ მიზანს ვერ აღწევენ უკრაინაში და ვერც მიაღწევენ და დადგება ის მოცემულობა, როდესაც უკრაინა დაიწყებს აუცილებლად კონტრშეტევას, მას შემდეგ რაც დააგროვებს საჭირო რაოდენობის საავიაციო ტექნიკას, ჯავშან ტექნიკას, დაასვენებს აი ამ თავის რეზერვებს, რომელიც უკვე შეინიშნება, აი ეს პროცესი, რომ ძალიან ბევრი ბრიგადა არ ფიქსირდება ფრონტზე, არის სადღაც და ეს სადღაც ნიშნავს იმას, რომ აგროვებენ და შესაძლოა წელსაც რაღაცა მცირე დოზის გარკვეული მიმართულების გარღვევა სცადონ კიდეც არ გამოვრიცხავ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტოტალური კონტრშეტევის დრო დადგება 2026 წელს და ახლა რა მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, უმნიშვნელოვანესი რაღაცა მოხდა დღეს. უკრაინელებმა გამოაქვეყნეს ესეთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ვიდეო კადრები. როგორც ჩანს, უკვე შექმნილია უკრაინული ეროვნული წარმოების UMPK, ანუ ეს გულისხმობს პლანირებად საავიაციო მოდულს. ეს პლანირებადი საავიაციო მოდული უმაგრდება თავისუფლად ვარდნად საავიაციო ბომბებს. ეს საავიაციო ბომბები უკრაინელებს საბჭოთა კავშირის
რეზერვებიდან გამომდინარე დღეს საცავებში დარჩენილი აქვთ 10,000-ობით. და ანუ ეს რას ნიშნავს ახლა კომბინირება აი ამ მოდულისა და ამ საავიაციო ბომბისა. ეს პლანირებადი საავიაციო მოდული უმაგრდება აი ამ თავისუფლად ვარდნად ბომბს. ამ პლანირებად მოდულში ჩაშენებულია GPS-ი, სატელიტური დამიზნების ბლოკი და მისი ფუნქცია არის ის, რომ როდესაც მოქმედებს ამა თუ მიმართულებით ესა თუ ის საბრძოლო თვითმფრინავი, ის აგდებს აი ამ საბრძოლო მასალას, პლანირებად ბომბს და პლანირებადი ბომბი ზუსტად მიდის მიზანზე. ეს არის დაახლოებით ის, რაც არის პირობითად JDAM-ი, ამერიკული ან ფრანგული AASM Hammer-ი, რომელიც ზუსტად ხვდება მიზანში. აი ამის ნაკლებობა ჰქონდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. რუსები ხო იყენებდნენ? რუსები იყენებენ აქტიურად. კი, რუსებმა ეს დაიწყეს 2023-ის ბოლოდან, უფრო 24-დან დაამზადეს ეს პლანირებადი მოდულები, აქტიურად აწარმოებენ თავიანთ საწარმოებში და ძველ ბომბებს უმაგრებენ ამ პლანირებად მოდულებს და მეტნაკლებად მიზანზე უშვებენ, მაგრამ უკრაინელებს აქვთ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, რომელიც ისეთ ჩამხშობებს მიზანს მაგასაც ხო, ისეთ ჩამხშობებს ავრცელებს, რომ მიზანს ურევს აი ამ რუსების UMPK-ებსაც. ანუ ეს თუ დიდი რაოდენობით და დარწმუნებული ვარ, დიდი რაოდენობით დაინერგება უკრაინის არმიაში, საუბარია 1000-ობით, 10,000-ობით რაოდენობას, როდესაც დაამზადებენ ამ პლანირებად მოდულებს და ეს უკვე საბრძოლო მოქმედებებში აისახება და პირობითად ფრონტის სხვადასხვა სექტორებში, როდესაც უკრაინელები ჩამოყრიან 300-400 ავიაბომბს, როდესაც დღეს ყრიან 30, 50, ყველაზე კარგ შემთხვევაში 70-80, კარდინალურად შეცვლის სიტუაციას, იმიტომ რომ ის საყრდენი პუნქტები, სადაც რუსები დღეს არიან გამაგრებულები, როდესაც დაიბომბება მაღალ ტექნოლოგიური GPS დამიზნების ბლოკის მქონე პლანირებადი ბომბებით და ზუსტად როდესაც მოხდება მათ განლაგების ზონებს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, იმიტომ რომ როდესაც მასობრივად ხდება 250 500 კილოგრამიანი FAP 250 FAP 500 ტიპის ფუგასური ავიაბომბების ჩამოყრა, მათი აფეთქების მასშტაბი და ძალა ბევრად უფრო დამანგრეველი და ძლიერია, ვიდრე საარტილერიო ჭურვი. შესაბამისად, ეს როგორც თავდაცვით ოპერაციებში დაეხმარება უკრაინას, ასევე განსაკუთრებით დაეხმარება იმ დროს, როდესაც დაიწყება კონშეტება, როდესაც უნდა მოხდეს ფრონტის ხაზის გარღვევა და ტოტალურად უნდა დაიბომბოს რუსების პოზიციები. ოთო, ორ კითხვას დაგისვამ და დავასრულოთ ძალიან დიდი დრო დავუთმეთ დღევანდელ ეპიზოდს და იმედი მაქვს რომ მაყურებელი გამყვება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საუბარია ჩემი აზრით რა და საინტერესო ინფორმაციებს ვიგებთ. პირველი ეხება მინდა უპასუხო ერთგვარად წამოსულ ტენდენციას, ჩვენ ხო პარალელურად პროპაგანდას ვებრძვით და მუდმივად ვცდილობ ხოლმე თემების დაჭერას, რომლებსაც პერიოდულად უშვებენ რა. აქ ადგილობრივ დონეზე თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი ჩვენ ორივე ვიცით, ხო? და ბევრმა იცის კიდევ. ერთ-ერთი ასეთი თემა არის, რომ დასავლეთში უკრაინა დაიკიდეს, ნაწილობრივ შენ ახსენე ეგ დღეს და აღარ აწვდიან არაფერს. აი ძალიან მოკლედ, არ ვიცი, თუ შეგიძლია აგვიხსნა, ბოლო პერიოდში ტრამპის მოდი ესე ავიღოთ ესე გამყოფად ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, რა არის ის მნიშვნელოვანი, თქვათ, ტრანზაქციები თუ შეიარაღება, რასაც იღებს უკრაინა. რას გამოყოფდი, ასე ვთქვათ და პირველ რიგში აი რამდენად თუ შეგიძლია გააბათილო ეგ ამბავი, აი ეგ ხაზი რომ დაიკიდეს და არავინ არაფერს არ აძლევს და არ ეხმარებიან და ასე შემდეგ. იცი რა, ადრე იყო მაქსიმალური საჯაროობა უკრაინისთვის მიწოდებულ თითოეული ვაზნის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. მაგრამ ბოლო პერიოდში ეს გერმანიის დამსახურებით მოხდა, არც გერმანელები, არც ფრანგები არ ახდენენ, ესე ვთქვათ, საჯარო ხელმისაწვდომობას არ უშვებენ ამ მიწოდებული შეიარაღებისა, რაც ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის მტრისთვის, რადგან მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა იმის შესახებ, თუ რა მიეწოდა, რამდენი მიეწოდა და მომავალში კიდევ რამდენი მიეწოდება პირობითად, ხო? მე ვხედავ რომ ფრონტის ხაზი დგას, რადგან ფრონტის ხაზი დგას და საჰაერო თავდაცვაც,
ძრება, რა თქმა უნდა, რუსების ბალისტიკური რაკეტები და ისეთ დონეზე ვერ იჭერენ, როგორც იჭერდნენ ჩემი უკრაინაში ყოფნის დროს, ეს იყო 2023 წლის მაისი, ივნისი, ივლისი, ამ პერიოდში, ჩემ თავზე კი ცვიოდა ეს ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ ხარისხიანად ცვიოდა, გადაჭერით ცვიოდა და არა პირობითად მიზანზე მორტყმით. ესეთი რეალობა დღეს უკრაინაში არ არის, იმიტომ რომ შეიმჩნევა გარკვეულ დონეზე ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი ანტირაკეტების PAK-3 MSI და PAK-3 ტიპის რაკეტების ოდნავ დეფიციტი, ესე ვიტყოდი. მაგრამ მაინც არის გარკვეულ დონეზე ეს რაკეტები, მაინც მიმდინარეობს მიწოდება და ეს ყველაფერი შესაძლებელია გამოხატული იყოს არა იმიტომ, რომ ნაკლებს აწვდიან, არამედ იმიტომ, რომ რუსებმა გაზარდეს შეტევის სიხშირე. მაშინ 2023 წლის აი იმ პერიოდში, რომელზეც ვლაპარაკობ, ესე ინტენსიურად არ ახორციელებდნენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაზე რუსები, ახლა უფრო ხშირად ურტყამენ ამ ბალისტიკურ რაკეტებს, უფრო მეტს იყენებენ. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უშუალოდ აი ეს კომპონენტი სარაკეტო შეიარაღება წარმოების თვალსაზრისით რუსებმა გააძლიერეს და უფრო მეტს აწარმოებენ დღეს ბალისტიკურ რაკეტებს, საფრთხო რაკეტებს, ვიდრე აწარმოებდნენ მანამდე. მე არასდროს არ მithქვამს, რომ აი რაკეტები უმთავრდება, რომ აი ვერ გაისვრიან, ის რაკეტები დაუმთავრდა, რომელიც ომისთვის იყო გათვლილი, მაგრამ ახალი წარმოება დაიწყეს და რაკეტების წარმოება დღეს რუსებისთვის უფრო მარტივია, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვიდრე ახალი ტანკების. ახალი ტანკების წარმოებას უფრო მეტი, ესე ვთქვათ, რესურსი ჭირდება, უფრო მეტი დრო სჭირდება, უბრალოდ. ვიდრე რაკეტის დამზადებისა. პირობითად თვეში თუ ამზადებს რუსეთი 40 ფრთოსან რაკეტას და 20 ან 25 ბალისტიკურ რაკეტას, თვეში რუსეთი ამზადებს უახლეს T-90M პრარივის ტიპის ტანკს დაახლოებით 25-30-ს, მეც ვერა. ხო, იქამდე შენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ და მოკლედ დავასრულებ. ყველაფერს აწვდიან უკრაინელებს და აწვდის ამერიკა იმ შეიარაღებას, რომელიც დამტკიცებულია ბაიდენის დროს მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტებით. აი ეს სამხედრო პაკეტები, რომელიც ბაიდენის დროს დამტკიცდა, უმრავლესობა გათვლილი იყო ესე ვთქვათ, ახალ დამზადებულ შეიარაღებაზე. უკრაინას ახლა გადაეცემა პირობითად HIMARS-ის ტიპის საბრძოლო მასალა, რაკეტები, ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ასევე JDAM-ER-ის ტიპის პლანირებადი ბომბები იმ ფარგლებში, რომ ეს არის დამზადებული ახალი, საწარმოებიდან არის გამოსული ახალი ტიპის შეიარაღება. JDAM-ER-ი უფრო არა, ცოტა ესე ვთქვათ, არაზუსტი რაღაც თქვი, JDAM-ER-იც მიეწოდება უფრო მარაგებიდან, ახალ შეიარაღებას რაც შეეხება განსაკუთრებით გამორჩა PAK-3 ტიპის რაკეტები, რომელიც არის საერთაშორისო თავდაცვის სისტემებში უმნიშვნელოვანესი. ამათი დამზადება ხდება საწარმოებში და შემდეგ გაგზავნა უკრაინაში. თუმცა შესაძლებელია, რომ უკრაინა როდესაც ფულს გადაიხდის ევროპელების დახმარებით, უფრო მეტი მიიღოს ის მარაგებში არსებული საერთაშორისო თავდაცვის რაკეტები, რაც აქვს დღეს ამერიკას, ის მარაგები იყიდოს და შემდეგ ამერიკამ თავისთვის დაიმზადოს და თვითონ გააკეთოს ახლის შეკვეთები. ხოლო ის რაც თვითონ აქვს, ეგენი სასწრაფო წესით იყიდოს გარკვეული, ესე ვთქვათ, სუყე რაოდენობა. ოკეი. კარგი, მადლობა და ბოლოს რაც მინდოდა მეკითხა, ეს ეხება ბელარუსს და თუ არ ვცდები უკრაინაშიც გაჟღერდა ეგ ამბავი და არ გამორიცხეს რომ მოხდეს ეგეთ ვერსია დაუშვეს რა, რომ შესაძლოა რამე მანევრს კონდეს ადგილი, არ ვიცი, რაიმე ფორმით ჩარევას ბელარუსის მხრიდან და ეგეთი რისკები რამდენად ვთქვათ მოსალოდნელია და რა შემთხვევაში ვფიქრობ არ არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ დღეს რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბელარუსიდან იმ მასშტაბის შეტევა განახორციელოს, რომ ეს ამან რაღაც გარკვეული წინსვლა შესძინოს მის არმიას. მე ფაქტობრივად გამოვრიცხავ თუ ავანტიურაზე წავა რუსეთი, წავა პარალელურ რეალობას ვამბობ ახლა, მაგრამ თუ ლაპარაკობთ აი ამ მოცემულობის დაშვებაზე, რუსეთმა დღეს უფრო ხარისხობრივად და უფრო წარმატებაზე გათვლილი სპეცოპერაციის სახით შესაძლებელია უფრო შეუტიოს ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ფლანგს
სუვალსკი კორიდორის მიმართულებით, ხო, იმ ლიტვა პოლონეთის საემ ხაზზე, რათა დაუკავშირდეს შემდეგ იმას კალინინგრადს, ვიდრე ჩრდილოეთიდან ბელორუსის მიმართულებიდან დაარტყას უკრაინას, იმიტომ რომ არ აქვს ის რაოდენობა ძალებისა, შესაძლოა ხორცის მასა ჰყავდეს ბევრი, მაგრამ ამ ხორცის მასას სჭირდება შესაბამისი კომპლექტაცია, შესაბამისი საბრძოლო ტექნიკით და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა, რომ არა აქვს სათანადო რაოდენობით, ისიც კი მიუთითებს, რომ შეტევებისას აი ამ ჯარისკაცებს სვამენ მოტოციკლებზე, იმისათვის, რათა 1-2 კაცი მაინც გააძურეს სადღაც და დაიღონ შემდგომ უკრაინელების პოზიცია. ეს ყველაზე თვალნათლივ ეს მიუთითებს ამ ამბავს. სხვა შორის ბოლო ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ესეთი შემთხვევა კონსტანტინივკას მიმართულებაზე დონეცკის ფრონტზე, სადაც ძველი წესით, საბრძოლო ტექნიკით, კოლონებით შეტევა უკრაინელების პოზიციაზე და სასტიკად ჩაახშვეს ნახევრად 14 ჩავშან ტექნიკის 14 ერთეული BMP-3 ტიპის ქოითა საბრძოლო მანქანები, მათ შორის T-72 B-3 ტიპის ტანკები, ყველა დაწვეს და გაანადგურეს ასევე ის გადარჩენილი დესანტიც, რომელიც გაქცევას ცდილობდა კასეტურის артиллერიული ჭურვებით. ხო, აქვე ალბათ უნდა ვახსენოთ, რომ დივერსიებსაც მოუხშირეს და რაღაც მატარებლებზე. კი, ეგ მხოლოდ გაიზრდება. დივერსიები და ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანუითარებენ საკმაოდ კარგად წყალზე და დრონებს, რომელსაც შეძინეს რაღაც ახალი საბრძოლო მასალა, რომელიც შესახებაც ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, შესაძლოა ეს იყოს ტორპედო, ან შესაძლოა იყოს რაღაცა რაკეტა, რომელსაც გაუშვებს ეს წყალზე და დრონი და მიფრინავსო 100-დან 150 კილომეტრის რადიუსში და საინტერესოა დაველოდოთ. ოთო, მოკლედ რა ვიცი, ძალიან ოპტიმისტურად განმაწყვე ხა შენ ისეთი რამები ვილაპარაკე, რა თქმა უნდა ძალიან გულშემატკივრობთ უკრაინას, ამაზე პირდაპირ არის მიმული ჩვენი ბედიც და აქედან გამომდინარე განსაკუთრებით, რომ თავი რომ დავანებოთ იმას, რომ უბრალოდ სინათლის მხარეს გვინდა ვიყოთ და არა სიბნელის, რომელიც მომდინარეობს ესე ჩვენ ქვეყანაშიც აი საცეცები ხშირად გვხდება ხოლმე ყოველდღე მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა ოთო, ძალიან საინტერესოა როგორც ყოველთვის შენთან საუბარი. მე ეჭვი არ მეპარება რომ მაყურებლისთვისაც არ ვიცი, ალბათ თუ დაიწყებდნენ ყურებას, წესით ბოლომდე გამოყვებოდნენ, სხვათა შორის ჩვენ ვიდეოებს აქვს ხოლმე ეგ საკმაოდ ხანგრძლივი ყურებადობა, ანუ უბრალოდ კი არ ხსნიან და ხურავენ, როგორც წესი ვინც გვიყურებს, სულ გვიყურებს. ყველა ძალიან დიდი მადლობა ხალხო. 5000 გამომწერს გადავაჭარბე და ძალიან მიხარია ეგ ამბავი, რომ ჩვენი ენთუზიაზმი ფასდება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვყავს სპონსორები, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი არ ინტერესდება ისეთი თემებით, ისეთი კონტენტის სპონსორობით, რომელიც რაღაც პოლიტიკას ეხება და მიმდინარე ცხელამბებს, უფრო ჭამას მაინტერესებთ ხოლმე როგორც ეს კომპანიებს. ოკეი, არა გვაქვს პრობლემა, როგორღაც გავაგრძელებთ, რაც თავარია ჩვენი მაყურებელი, რაღაც ერთგულად უკვე რა ქვია აკაუნტებს ვცნობ რა, ვიღაცები ვინც მუდმივად გვიკომენტარებენ, რომ რაღაცა გვამხნევებენ, მოკითხვა ყველას, აქ ვინც ხართ, ვინც საზღვარგარეთ ხართ, ვინც ახლა აღმოგვაჩინეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ცუდი ხალხი არ ვართ და ძალიან კაი სტუმრები გყავს ხოლმე და მოკლედ დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, ნახვამდის.